მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრებელი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ დაუბრუნდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემას. როგორც იცით, ეს თემა გახდა ერთ-ერთი განხეთქილების მიზეზი ოპოზიციაში, უფრო სწორად თემა, რომლის შესახებაც ოპოზიციაში აღმოჩნდა რომ არის განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული გადაწყვეტილებები და რომლის გამოც ოპოზიციურ პარტიებს შორის აქამდე დიდი ხნით გვერდზე გადადებული ურთიერთ კრიტიკა რაღაც ეპითეტები და ასე შემდეგ, რომელიც დავიწყებული იყო, ისევ დაბრუნდა და შესაბამისად ჩვენ ნახეთ მაგალითად ირაკლი კუპრაძის მისამართი, რომელიც ლელოს გენერალური მდივანია, გამოთქმული მწარე ეპითეტები და შენიშვნები, მისი ერთ-ერთი განცხადების გამო, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააკეთა, მაგალითად წავიკითხა ამ განცხადებას, ვფიქრობ თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლებაო, თქვა მან. საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა, გაყალბების პირობებში 60-40-ზე მოვუგეთ. ვფიქრობ შესაძლებელია თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი ძალადობრივი რუსული ქოცობისგან. თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უნიშნულოვანესი მექანიზმის წართმევას, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის კორუფციის მექანიზმი. ამის წართმევის შესაძლებლობა 2021 წელს შევძელი და წავართვით დაახლოებით 10-ზე მეტი ქალაქი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ და ამაზე უარის თქმა, როგორ შეიძლება ჯერ ვიმსჯელოთო, თქვა ირაკლი კუპრაძემ და რომელსაც გითხარით უკვე მოყვა მის წინააღმდეგ გამორთქმული საკმაოდ მწარე შენიშვნები და ბოლოს ამავე პარტიის ასევე ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გოგელი ასე გამოახმაურა ამ დისკუსიას ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ ვიმსჯელოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ხომ არ იქნება სწორი იდეაო. დღეს გრიგოლ გეგელია იქნება ჩვენი სტუმარი და ასევე კიდევ ორი სხვა პარტიის წარმომადგენლები ნიკა ფარულავა კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და სიმონ ჯანაშია თავისუფლების გუენის ერთ-ერთი ლიდერი. მათ ამ თემებზე აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, განსაკუთრებით ლელოსგან განსხვავებული და შესაბამისად მოვისმენთ ამ განსხვავებულ პოზიციებს. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის და გრიგოლ, თქვენგან დავიწყებ, რადგან ირაკლი კუპრაძის ამ განცხადებამ, მერე თქვენ მას შეთავაზებამ, მიბიძგა მეც მაგალითად რომ ამ თემაზე დისკუსია გამემართა დღეს გადაცემაში. გახარიას პარტიის პოზიცია მეტნაკლებად შეჩვეული იყო ხალხი უკვე, რომ ის ამბობდა, რომ თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა მონაწილეობა, თუმცა ბოლომდე მაინც დადასტურებისგან თავს იკავებს. ლელოს ჰქონდა პოზიცია, რომ მოდი ჯერ ამის დრო არ არის და ასე შემდეგ, თავიდან ამაზე იყო, ეს თემა არ არის სამშელო, მაგრამ ეხლა საქმე ისე წავიდა, რომ თითქოს თქვენც იხრებით მონაწილეობისკენ. და მოდი ვიმსჯელოთ ამ თემაზეო, თქვით თქვენ ხომ არ იქნება სწორი იდეაო და გითხარით რატო შეიძლება იყოს ეს სწორი იდეა. მოგესალმებით, ბიოსალმებით, ჩვენს მაყურებელს დავიწყებ იმით, რომ პოლიტიკა არის მსჯელობის დარგი და ვისაც მსჯელობასთან პრობლემა აქვს, პოლიტიკასთან აქვს პრობლემა და პოლიტიკურად მაპატიება, მაგრამ ცოტა უწიფარი პოზიცია მგონია, როდესაც მსჯელობაზე დაფიქრებაზე აცხადებ უარს, ეს არის ჩემი პოზიცია და პოლიტიკა კლასიკური დროიდან მოყოლებული, ათენად მოყოლებული იყო მსჯელობის დარგი. მათ შორის შენს ამომრჩეველთან, ხალხთან და პლურალისტური დემოკრატიის კონტექსტში კოლეგებთან, ხო? ვიდრე მსჯელობასთან პრობლემა, მე ვფიქრობ დემოკრატიული პრეტენზიის მქონე საზოგადოებას არ უნდა გააჩნდეს. ჩვენ ნახეთ მართლა რაღაცა ისტერიკა, მე ვიტყოდი, ყოველგვარი გადაჭრებების გარეშე, ყველაზე მსუბუქად თუ ვიტყვი, რაღაცა ჭიქაში ქარიშხალი, მას შორის ირაკლი კუპრაძემ ძალიან მარტივად თქვა და მეც გავიმეორე გუშინ, რომ ნახეთ არსებობს ასეთი შესაძლებლობაც, რომელსაც მათ შორის ხატავს კვლევა, რომელზეც მათ შორის მიუთითებს მონაცემები და რახან მონაცემები მიუთითებს ამაზე, ხომ არ ვიმსჯელოთ ერთიან ფორმატში, საერთო ძალისხმევით, საერთო კანდიდატებით, საერთო რესურსით, საერთო შემართებით ამ ახალი ერთით მეტი და არა ალტერნატიული რაღაცა, როგორ ვთქვათ, შემცვლელი, ჩამონაცვლებელი ველი შექმნაზე. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს და ეხლა ხას გავუსვამ კოლეგების თანაცემით მათ შორის, რომ ამან უნდა ჩაანაცვლოს მთავარი მოთხოვნა, რაც არის, რა თქმა უნდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და რაც იქნება ბოლომდე ახალი საპარლამენტო არჩევნები. არაფერი სხვა, არაფერი ნაკლები არ განიხილება და ვერ იქნება განხილული როგორც ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. იმიტომ რომ ძალიან მეტად მეც რომ განვიხილო და აგერ კოლეგებმაც მაინც არ შეიცვლება არაფერი, ხო? ობიექტური მოცემულობა არის, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური რესტარტის გადატვირთვის მიზნით აუცილებლად კრიტიკულად ესაჭიროება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამას არ გავა წყალი და ეს კიდევ ერთხელ მამუკა ხაზარაძემაც სულ რამდენიმე წუთის წინ ეს კიდევ ერთხელ ბუნებრივია დაადასტურა. მეორე ამასთან ერთად უნდა მოხდეს პოლიტპატრიოტების გათავისუფლება. ესეც ვერ იქნება ვერაფრით, აბსოლუტურად ვერაფრით შეცვლილი ვერცეთ პრიზმაში, ვერცეთი სხვა საკითხით. ეს მეორე.
მესამე კვლევა აჩვენებს და კვლევა არის ზუსტი მეცნიერების საგანია, ხო, სოციოლოგიური გამოკითხვა, ხო? შეიძლება არსებობდეს ინტერპრეტაციები, შეიძლება არსებობდეს ცნობილება, მაგრამ როდესაც 60% გეუბნება კვლევის თანახმად. და მე სხვა კვლევებსაც სიამოვნებით ეს კვლევა თქვენ ჩაატარეთ, თუ რა კვლევაზეა საუბარი მოდი. ეს არის კვლევა, რომელიც ჩაატარა მაღალი, ძალიან მაღალი სოციოლოგიური სანდობის მატარებელმა კვლევითმა ინსტიტუტმა. ეს არ არის სატელეფონო გამოკითხვა, ეს არ არის 10 კაცის გაჩერება მელიქიშვილზე. ან გლდანში ეს არის მაღალი კალიბრის სოციოლოგიური კვლევა. როდესაც 60% გეუბნება, რომ მას სურს გიხილოს არა ლელო ძლიერი საქართველო, არამედ ოპოზიცია საერთოდ და ზოგადად არჩევნებზე. როდესაც ამავე დროს ისინი გეუბნებიან, რომ 4-ჯერ მეტი უპირატესობა გაგაჩნია შედარებით რუსულ რეჟიმთან, ხო? ამ ფონზე არ არის ლეგიტიმური ის თქვა, რომ მოდით კოლეგებო, მეგობრებო, დავსხდეთ და შევხედოთ ანალიტიკურად სცენარებს. არა, მე ვამბობ ჩვენ პოლიტიკურ ხაზზე, ჩვენ კი ვაკეთებთ ამას. არა, ეს ეთერში ვერ მოხდება, ოღონდ აქვე ვიტყვი. ეთერში ესეთი არგუმენტაციული განხილვები ვერ მოხდება და არ უნდა მოხდეს. ეს არის პოლიტიკურ ლიდერთა შორის სასაუბრო, ოღონდ მე ძალიან გამჭვირვალეთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკურ ლიდერთა განსახილველი სამუშაო ფორმატში. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემა პირიქით ზუსტად ის არის, რომ Facebook-ით ელაპარაკებიან ლიდერები ერთმანეთს. ეგ არის კატასტროფა, პირდაპირ ვიტყვი. აი Facebook ლაივებით, Facebook კომენტარებით ეს არ უნდა ხდებოდეს. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან კარგად. და 1000 თემაზე მიმოწერაც გვაქვს, ერთი აზრიც გვაქვს, ხან ასია, ხან ისია, ხო? რატომ არ შეიძლება, რომ როგორც დასწრულ ადამიანებს შეშვენით, დავსხდეთ და ვისაუბროთ და ვიმეორებ, ეს არგუმენტები უნდა იქნას განხილული პოლიტიკურ ლიდერთა მიერ. მოდი, სანამ არგუმენტებზე გადავალთ, სამუშაო ფორმატში, არა ეთერში არავინ არგუმენტებს არ არის. გავიგებ, მაგრამ ნუ მაინც მოგვიწევს რაღაც არგუმენტებზე საუბარი მოგვიწევს მაინც, მანამდე უბრალოდ ნიკა ფარლავას, რომელიც კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი არის, მივესალმები და თქვენ დაიწყე გახსენით ეს თემა იმით, რომ გამოხვედით და პირდაპირ ეთერში როგორც პარტიები ამბობენ ყოველგვარ რაღაც კონსულტაციების, რაზეც და მსჯელობის გარეშე, რასაც ითხოვს გრიგოლი, კიდევ ფაქტის წინაშე დააყენეთ სხვა პარტიები, რომ აი თქვენ არიღეთ მონაწილეობას და ეხლა გინდა თუ არა თქვენს დააფიქსეთ თქვენი პოზიცია. რატო გააკეთეთ ეს ამ მსჯელობა, რატო არ გამართეთ? ახლა უკარს მიღო. მოგესალმებით, მე ვესალმებ თქვენს მაყურებელს და მადლობა ამ ფორმატისთვის. მე ვეცდები ორივეს კი პასუხობთ თქვენს და ჩემს კოლეგასაც ბატონ გრიგოლს. პირველი უნდა დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ უბრალოდ არასწორია იმის თქმა საზოგადოებისთვის, რომ თითქოს ჩვენ ვინმესთან მსჯელობა არ გქონია, ან ეს საკითხი არ იყო განხილული დახურულ კარს მიღება. ეს არის ტყუილი და არ შეიძლება ესეთი რაღაცების ლაპარაკი. მეორე, მე საერთოდ პრობლემას ვერ ხედავ პირდაპირ ეთერში 21 საუკუნეში 2025 წელს დემოკრატიული პროცესი ვაჩვენოთ საზოგადოებას და შევეწინააღმდეგები იმას, რომ თითქოს არგუმენტაცია არ შეიძლება იყოს მოყვანილი პირდაპირ ეთერში. თორემ მე მგონია, რომ მე ტოლს სწორი ვარ იმ ადამიანების, ვინც ახლა ვიყურებენ და ვინც დგანან რუსთაველის გამზირზე. მესამე, ტყუილი იყო ისიც, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცა ფაქტის წინაშე დავაყენეთ და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და ამას კონკრეტული ფაქტებით ახლა დავადასტურებ. საუბრობ ზურაბიშვილის ფორმატი წინააღმდეგობის პლატფორმა, თქვენ გახსოვთ 31 მარტის აქცია, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა. ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მაშინ ჩვენი კოალიციის ლიდერები ამ ყველა შეხვედრაზე, სადაც მათ შორის გრიგოლის პარტიის ლეოს ლიდერები ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს, არაერთხელ იყო განხილული ეს საკითხი და მათ შორის ეს საკითხი იყო წამოყენებული და ამ შეხვედრებზე განიხილებოდა კონკრეტულად რა შეიძლებოდა, რა პოზიცია შეიძლებოდა დაფიქსირებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ ისიც, რომ 31 მარტის შემდეგ ჩვენ არ ვართ ამ პლატფორმის წევრები და მათ შორის ესეც საჯაროდ ითქვა, ხო, ერთ-ერთი წყალგამყოფი საკითხი ზუსტად ეს იყო პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა თუ რა? არა, მაშინ უბრალოდ ვერ შედგა შეთანხმება მონაწილე იმ პლატფორმის მონაწილე პარტიებს შორის. მივდივარ იქამდე, აი სრული სურათი რო დავინახოთ და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგა პროდასალური ძალები საქმის კურსში არ ჩავაყენეთ, ეს უბრალოდ საზოგადოების მოტყუებაა და მე მინდა რომ ამ შემთხვევაში საზოგადოება მიცოდეს, რომ ჩვენ ამაში პირნათელები ვიყავით ერთი საზოგადოებასთანაც, მეორე კოლეგა პროდასალურ პარტიებთან და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთანაც. მესამე და მნიშვნელოვანი რაც არის ასევე ის, რომ ჩვენ საჯაროდ არავის არაფერი არ მოუწოდეთ. ჩვენ გამოვედით და ჩვენი თანმიმდევრულობის ჩარჩოში, რომელიც თვლიდით და ვთვლით დღემდე, რომ არალეგიტიმურობის, არაღიარების, შიდა და გარე წნეხის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმს ხელი არ ჩამოვართოთ არც ერთ ეტაპზე და მათ არ მიუცეთ იმის საშუალება, რომ აქ რაღაც დემოკრატიულობის ფასადი ან საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ფასადი შექმნან. ხო, თვლიდით და დავაფიქსირეთ, რომ კი ჩვენ არ ვაპირებთ მათთან არსებულ ვითარებაში. მანამ სანამ
მაგრამ ჩვენ გვყავს 55-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი და მანამ სანამ არ არის ჩანიშნული ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ისე რომ იყოს სამართლიანი გარემო ანუ რეჟიმს არ ქონდეს გავლენა პროცესებზე ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ მსგავს ცალკე აღებულ ეს თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და დავამატებ ასევე მე როგორც ვიცი ლეო ძლიერი საქართველოს დღემდე არის სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის პატივისცემის მათთანაც წინააღმდეგობის პლატფორმის წევრი. არა, ჩვენ თუ დატოვეთ, მანამდე ნაცემად დატოვენ. როგორც ვიცი, გახარია ისედაც არ დადიოდა და ანუ რაღა პლატფორმა მარტო ლელო. ხო, ეგ კითხვა ჩემთან არის პატივისცემით. ამ პლატფორმა დაშლილა მაშინ. არა, დავასრულებ ჩემ მოსაზრება არის, დავასრულებ ჩემს აზრს. მე ვთვლი რომ ეს პლატფორმა აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, მათ შორის პროტესტის გაძლიერებისთვის და ხედვების ნაწილში და ზოგადად მგონია რომ კარგი არის მსგავსი ინიციატივები, მაგრამ როცა ჩვენ ხედავთ რომ 31 მარტის შემდეგ და 31 მარტამდე უკვე აღნიშნე რომ ამაზე კომუნიკაცია იყო ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და არ ვიცი რატო თქვა გრიგოლმა ის რაც თქვა 26 რომელი რაც თქვით იმასთან დაკავშირებით თითქოს თქვენ პოზიცია არ გაგაცანით და ადგილობრივ კლევის შემდეგ უნდა განვიხილოთ დავასრულებ თითქოს პოზიცია არ გაგაცანით ეს იყო ტყუილი უბრალოდ და საზოგადოებას ნაცოდნო და ისა გავაგრძელებ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმამ რომლის წევრიც არის ორჯერ 26 მაისს და დღეს დამაზუსტებლად ჩაატარა ბრიფინგი ხალხმა სალომემ, სადაც დააზუსტა ის პოზიცია, რომელიც ამ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი და მათი ერთმანეთთან, რომ ცალკე აღებული არსებულ ვითარებაში თან სტატუს კოში არ გვაქვს არსებითი გარღვევა, არანაირ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ განიხილება. აქ იბადება კითხვა, თან პლატფორმის სახელით გავრცელა. ეთანხმებიან იმ პლატფორმას, რომლის წევრებიც დღემდე არიან და მათ შორის ჩართულები არიან აქტიურად იმ კარგ საქმეში, რომელსაც აკეთებენ პროტესტისთვის, თუ არ ეთანხმებიან. ეს კითხვა ცხადია მიემართება ამ შემთხვევაში ლეო ძლიერ საქართველოს, ხო? ეთანხმებიან იმ პლატფორმას, რომლის წევრებიც არიან თუ არ ეთანხმებიან. ეს კითხვაც უნდა დაისვას და ერთსაც დავამატებ, რაც შეეხება კვლევის ნაწილს. ხო, მე არ ვიცი ეს კვლევა ვინ ჩაატარა, როგორ ჩაატარა და ასე შემდეგ. ზოგადად კვლევის წაკითხვაც არის მათ შორის ერთ-ერთი მეთოდოლოგია და სხვანაირად იკითხება, იცით თქვენც ეს საკითხი და არაერთხელ განგიხილია თქვენს ეთერში. მე აქ თავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, როდესაც საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთვის მიუღებლად, რომ თითქოს არ შეიძლება მსგავსი საკითხები საჯაროდ იყოს განხილული, იმიტომ რომ მე დასამალი და ჩვენს პარტიას და კოალიციას ამ შემთხვევაში საზოგადოებას და გრიგოლ დავასრულებ. დასამალი და ესე ვთქვათ, რაღაც დახრულ კარს მიღმა არაფერი განსახილული არ გვაქვს და საჯაროა ჩვენი ყველა პოზიცია. კვლევებთან დაკავშირებით თუ ეს კვლევა ლეო ძლიერმა საქართველოს ჩაატარა, არ ვიცი მე კვირა დღემდე თუ ორშაბათ დღემდე სად იყვნენ, რატო როგორც თავად აღნიშნავ, მიმოწერა გვაქვს, ჯგუფებში ვართ, რაღაც პარტნიორობა შეგვიძლია და გვიპარტნიორია და უნდა ვიპარტნიოროთ სწორია. რატომ არ გაგვაცნეს ეს კვლევები, რატომ არ დაგვიძახეს, რატომ არ იყო მათთვის კომფორტულ დახრულ ფორმატში, როგორც ახლა საუბრობს ეს შეხვედრა და რატო არ გაგვაცნეს ეს კვლევები. კვლევას რაც შეეხება მე მინახავს გავსი კვლევები და ამ კვლევებში კითხვა როგორ არის დასმული ამასაც აქვს მნიშვნელობა. თუ კითხვა დასმულია ისე, როგორც ახსენა, რომ გსურთ თუ არა იხილოთ ოპოზიცია ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ გსურთ თუ არა ჩატარდეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეხლა შეგვიძლია გავიდეთ ამავე ქუჩაზე და ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ნებისმიერი ნორმალური ადამიანი გეტყვის რომ სურს და ძალიან მე მაინტერესებს უბრალოდ ეს დამაზუსტებელი კითხვაა ჩემთვის, რომ ეთანხმები თუ არა იმ პლატფორმის ორჯერ გაზღერებულ პოზიციას, რომლის წევრებიც თავად ხართ. კი, აბსოლუტურად. ეთანხმებით. კი. ანუ არ გადიხართ არჩევნებზე. პლატფორმის გაცხადებული პოზიცია არის, რომ პლატფორმა ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპარტიების გათავისუფლებას ან ადგილობრივი ესე იგი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ან იმავე დღეს. არა, ერთს დავაზუსტებ. არა, ეგ არის. არა, გრიგოლ, ერთი წაგიქრა. ვაციტირო სალომე ზურაბიშვილი? ვაციტირებ ეხლა. ვაციტირებ, კარგი. კი ბატონო. სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ არანაირ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეხლა ჩავთვალ და თან ვაციტირებ, არ იქნება მონაწილეობა თუ არ ჩაინიშნება ან პარალელურად ან მდე. არა, თუ თქვენ აცხადებთ. ერთი წუთით. სალომე ზურაბიშვილი, არა, დიდი ბატონო, სალომე ზურაბიშვილი რა განაცხადა ამაზე სწავლება. წაგიკითხავთ ეხლა. მე გეტყვით ჩემს პოზიციას. სალომე ზურაბიშვილი, სალომე ზურაბიშვილი. გრიგოლ, ჩემი პასუხის დრო არის და დავასრულებ. ჩვენი პასუხის დრო. სალომე ზურაბიშვილმა არ მოგწევთ საზოგადოებამ შეცდომა შეიყვავთ. წაგიკითხავთ. თქვენი უფლება არ მჭირდება. მოდი, ვაპასუხებდით. არ უფლება არ დამჭირებია და ვაპასუხებდით. ეთანხმები თუ არა იმ პლატფორმას, მე ვეთანხმები პლატფორმას. ეთანხმები თუ არა იმ პლატფორმას, რომლის წევრებიც ხართ, მარტივი კითხვაა. საუბრო. ეთანხმები თუ არა? საუბრო. მე ეთანხმები თუ არა. შენ ნებართვა ამჭირდება. ძალიან ხო. მოდი, მივცეთ საშუალება რომ უპასუხოს და მე თქვენ დროზე ისევ დაგიბრუნდებით. გრიგოლ, გისმენთ. თქვენი. კაი. თქვენი ნებართვა ამჭირდება, თქვენ და თქვენი ლიდერები თუ ეკებით ზათ რომ მოხვიდეთ და კვლევას ერთად გავეცოთ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ ამას გთავაზობთ. და ეს კითხვა მაინტერესებს, კითხვა როგორ იყო და კვლევას ნახეთ თუ შევა დავასრულებ, იმიტომ ვერ ველაპარაკებ ბევრ ადამიანს. აბსოლუტურად არ მიმაჩნია არც ჩემი თავით, არც ჩემი პარტია ვალდებული, რომ რომელიმე სხვა პარტიას უთანხმოს კვლევის პროცესი ან მისი რაღაც პერიპეტიები.
ჩვენ როგორც კი მოგვივიდა შედეგები, როგორც კი წავიკითხეთ შედეგები, შესაბამის დროში პირდაპირ შემიძლია გითხრათ ირაკლი კუპრაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა გააკეთა განცხადება და თქვა: მეგობრებო, აქ არის ასეთი შედეგი. ხომ არ გვემსჯელა ერთიან ფრონტზე და ერთიან ფორმატზე. არანაირი ისტერიკა და რაღაცა თბების გაპოტო ამას არ ჭირდებოდა, უკაცრავად არ ჭირდებოდა. ეს არ არის სერიოზული, ეს არ არის პოლიტიკურად სერიოზული და პოლიტიკურად, როგორ ვთქვათ, დაღვინებული საზოგადოების სად არის აქციელი. ეს ერთი. მეორე, პლატფორმა აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგობის პლატფორმა აცხადებს, ანუ სალომე ზურაბაშვილის პლატფორმა აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი არის და მე ვკითხულობდი დღეს არაერთხელ ქალბატონის სალომეს განცხადებას, რომ ამ პლატფორმის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ანუ ზუსტად ის, ვისაც ჩვენ მათ შორის თუ არა პირველ რიგში ასევე ვიბძვით ნახევარი წელია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ვისაც ჩვენ ასევე თუ არა პირველ რიგში ვიბძვით ნახევარი წელია. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ძალიან მკაფიოდ წინააღმდეგობის პლატფორმა აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების საკითხი და საპარლამენტო საკითხი არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჯერ უნდა გქონდეს, ხო, მყარი ცოდნა, რომ ჩვენ ვიბძვით ახალი საპარლამენტოსთვის და ვიღებთ მას და თუ მანამდე ვერ მივიღებთ და შეგიძლიათ ნახოთ, გიციტირებთ, მეც მაქვს სალომე ზურაბაშვილის ციტატა, ხო? თუ იქამდე არ მოხერხდა, თუ სწორედ მახსოვს ეს თქვა, ხო? სიტყვა, თუ იქამდე არ მოხერხდა, მაშინ იმ დღეს აი ეგ არის პლატფორმის პოზიცია. და ეგ არის ჩემი პარტიის პოზიცია ნახევარი წელია. ეგ საკითხი მგონია ძალიან მარტივად ამოწურული და თუ ეს ყველაფერი არ მოხერხდა, მე რა ხდება? დავაზუსტო აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ამ მნიშვნელოვანი საკითხია. თქვენ ხართ პლატფორმის წევრები, რომელმაც ორჯერ გააკეთა განცხადება და თქვენ ეხლა სხვანაირი თქვენ დავასრულეთ. თქვენეული ინტერპრეტაცია იყო ეს და ეხლა წავიკითხავ ზუსტად რა თქვა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. წინააღმდეგობის პლატფორმის პოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგობის პლატფორმის პოზიცია არის საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და თუ ეს ოქტომბრამდე ვერ შესრულდა, მაშინ საპარლამენტო და ადგილობრივი ერთად. ეხლა სულ კითხვას. თქვენთვის ძალიან მარტივ კითხვას. თუ და ჯერ უნდა გაუმიჯნო აუცილებლად არანაირი მოთხოვნებში ცვლილებაზე არ არის საუბარი. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ან არ მონაწილეობა არის ბერკეტი და არანაირი მოთხოვნა არ არის. ორი არის მოთხოვნა. ეს არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიონების თავისუფლება. მესამე მოთხოვნა არ არის ადგილობრივთან დაკავშირებით არაფერი, ეს არის ბერკეტი. თუ არ ჩაინიშნა ოქტომბრამდე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღემდე. როგორც აი პლატფორმა საუბრობს და აი მაშინ გეკითხებით ეთახმებით თუ არა. ამ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ახალი თავისუფალი და საპარლამენტო არჩევნები. პარტია ლელო პარტია ლელო კოალიცია ძლიერი საქართველოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას ცალკე განყენებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ნახეთ, არანაირი თუ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში არ ურევია. მე გეკითხებით, გრიგო, თქვენ თუ მეკითხებით, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვიბძვით იმის, ჩვენ ვიცით და ვიბძვით იმისთვის, რომ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვიბძვით თუ არ ჩაინიშნა და გაგრძელებით იქნა ეს ბრძოლა, მიიღებთ პოლიტიკა არ არის თუს დარგი. თუ არ ჩაინიშნა, თუ არ ჩაინიშნა, ვილაპარაკოთ თუ რომ არ ჩაინიშნა. ლელოს პოზიცია არ არის. არ არის. ლელოს პოლიტიკა არ ჩამოყალიბებული მიიღებს თუ არა ცალკე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის დღეს რეალობა. მოდის ბატონ სიმონსაც მოусმინე. თქვენ ნებართვით უბრალოდ არ მინდა სიმონს დროს ავართო, უბრალოდ პოლიტიკა არ არის თუების და მარშილობის დარგი. არ ვიცი საიდან მოვიდა, მაგრამ პოლიტიკა პროფესიული კუთხით არ არის თუების და ვანგა არ ახარ პოლიტიკოს. პოლიტიკოს მუშაობს მოცემულობით. ხო. მოცემულობით. და სამომავლო ინტერესს გაჭრით. დავასრულეთ თუ ხო და მაშინ მოცემულობა რო არ არის საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნულდა. ეგ არ არის მოცემულობა. ეს არ არის ჩანიშნული, მაგრამ მოცემულობა არ არის. ეს არის მოცემულობა. საიდან მოვიდა? არა, არის თემა მუშაობს თელეგრამი. ვანგა არა ვართო. დავასრულებ. ერთად. პოლიტიკა არის მოცემულობით და მიზნით მუშაობა. მოცემულობა არის დღეს სად ვართ, მიზანია სად გვინდა რომ ვიყოთ, ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი ინტერესის შესრულება, ეროვნული ინტერესის სამსახურის გაწევა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ძალიან კაფეო მიზანია. ძალიან კაფეო მიზანია. ეხლა დღევანდელი მოცემულობიდან ამ მიზნამდე რა გზით მივალ, ამას ყოველთვის ავლენს პროცესი და არა იანვარში გაკეთებული დათქვები. ეხლა კოლეგების ნაწილმა იანვარში შემოიტანა ეს თემა. გუშინ ზოგიერთი პოზიცია დააფიქსირეთ. ჩვენ თქვენთვის არაფერი არ მოიწოდებია. ხო და არასწორია. პოზიციის დაფიქსირება? იანვარში პოზიციის დაფიქსირება სწორია თუ არ არის? იანვარში ჩამკეტების შემოტანა პოლიტიკურ ჩამკეტი არ არის გრიგო, ძალიან მარტივი მოთხოვნა. იანვარში თქვენ შემოიტანეთ ჩამკეტი. მე არ მინდა დავა. არა, დავა როგორ არის? მოდი უნდა დავაწყოთ თქვენ ორ პარტიაში. ბოლო რაც ეს პროცესი. არა, იმიტომ რომ ჩემ პარტიას დავა რომ უნდადეს უპასუხებ და თქვენმა პარტიამ გახსნა დავა. არა, ჩვენ არ გაგვიცედა. თქვენმა პარტიამ გახსნა დავა, ძალიან დიდ პატივს, ძალიან მარტივად. იანვარში შემოიტანეთ
დამყოფი თემა. არა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსეთ იანვარში შემოიტანეთ დამყოფი თემა, რამაც დაშალა ზურაბიშვილის ფორმატი. რამაც დაასუსტა საგარეო ხართ ამ ფორმატის მონაწილეები, გრიგო. დღემდე ხო ხართ? თქვენ არ ხართ. ხო, არ ვართ, იმიტომ რომ ჩვენთვის ერთი პოლიტიკური კოალიცია არის და მეორეს ნაწილები ნორმალურია. თქვენ ხართ ფორმატის ნორმალურია. გრიგო, ხართ ფორმატის მონაწილეები. ჩვენ ვართ, მაგრამ დაშლილი ფორმატის მონაწილეები ხართ, გრიგო, დაშლილი ფორმატის მონაწილეები ხართ. არა, დაშლის არ არის, არც ერთიანი. არც ერთიანი. ფორმატს რაც ძალიან ნიკა, მოდი და როგორ გადავაქციოთ ორი პარტიას შორის დებატება. ერთი რჩევა თუ შეიძლება. მეტი სიცხადე. ერთი რჩევა თუ შეიძლება. რიტორიკულ წიაღსვებს თუ ეკრება ადგილი, შეგვიძლია რიტორიკაში გავივარჯიშოთ და ძალიან დიდი გამოსვლება. ნიკა, მადლობა. ბატონ სიმონისაც მინდა რომ ჩვენი პარტიის მიზანი დავასრულოთ თუ შეიძლება ვერ დავასრულე ხო? წინადად ჩვენი პარტიის მუდმივად ვიღაც ვაწყობთ. ჩვენი პარტიის მიზანი არის პოლიტიკური ერთობა და მიზნის მიღწევა. ეს არ ყოფილიყო აი ისტერიკას, რაც ჩვენ გუშინ ნახეთ და ზოგიერთ ადამიანმა საკუთარი შინაგანი ღირსების დონე გამოავლინა, რითაც ჩვენ არაფერი დაგვაქვს და მათ დააგდათ. ეს რო არ ყოფილიყო ჩვენი მიზანი, რომ რაღაცეებზე საერთოდ არ შეგვეხედა და ვიღაცების მაპატია და კრიახზე საერთოდ არ შეგვეხედა, კონკრეტულ პირებს არ ჩამოვთვლი. ხო? ძალიან სხვანაირად მოვიქცეოდით, იმიტომ ენაც გვიჭრის, ჩვენ შეგვიძლია რაღაც ისტერიკა ავუდახო, ჩვენ შეგვიძლია იგივე რაღაც კონსტრუქცია, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ისა და ისა ერთიანობა. ამიტომ ამ ეთერშიც მინდა რომ ძალიან შვიდი და ძალიან არა დაძაბული ვითარება იყოს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ეთერის ინსპირაცია ჩვენთვის იყო შენი მოწოდება, რომ მოდი ვიდისკუსიოთო. ეს იყო შენი დისკუსიოთო. ამ თვითმმართველობის საკითხი. არა, მე ვიმჟელოთ ამ თემაზე. წელა ხო წავიკითხე. ამეთ ფორმატი კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ არა, მე გავაკეთე, არა. ძალიან მარტივია, მე პროფესიულ დისკუსიაზე ვლაპარაკობ სამუშაო ფორმატში. თუ შეუძლიათ, არ ვიცი, ადამიანებს ცოტა ტვინით მუშაობა ერთხელ მაინც ყველას მოუწევთ. კარგი, მოდი, ბატონ სიმონსაც მოусმინოთ. თქვენმა პარტიამ არა, ძალიან არასწორი იქნება მარტო თქვენ ორ პარტიას შორის დებატებად რომ გადავარჩეთ, იმიტომ რომ ბატონ სიმონსაც ვაცხოვთ, იმიტომ რომ დღეს თავისუფლების მოედანმა დღეს გააკეთა ამ თემას განცხადება და თქვენ იყავით კოალიციის წევრი, სადაც შედიო ლელოსთან ერთად, მაგრამ ეხლა როგორც ხვდები, თქვენ განსხვავებული პოზიცია გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუ მეშლება შემისწორეთ, თქვენი განცხადებიდან მე ასეთი აზრი გამოვიტანე. კი, ანუ მე როგორც ხვდები, ჩვენ დავასრულეთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა იყოს ჩვენი პოზიცია და ლელოს ჯერ არ დავასრულეთ. და მოდი მათ უთხრათ მაყურებლებს როგორია თქვენი პოზიცია. ან თავისუფლების მოედნის პოზიცია, რომ ჩვენ არ თვლით, რომ სასარგებლო იქნება თავისუფლების მოედანმა რომ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, არ ვიღებთ მარტივად რო ვთქვათ. ამ მოცემულობით სხვა მიზეზის გამო, ერთი მიზეზი არის ის, რომ თავისთავად ვერ ხედავთ იმას, რომ ეს არჩევნები შეიძლება ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში და მაგალითად ჩვენი ოპონენტები ვინც უნდა იყვნენ, კონკურენტები ვინც უნდა იყვნენ, გარდა ქართული ოცნების ის ოპონენტების ნაწილი საერთოდ დაჭერილია და ასეთ გარემოში შეუძლებელია ვილაპარაკოთ კონკურენციაზეც, არათუ თანამშრომლობაზეც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასევე თანამშრომლობთ იმ პარტიებთან, რომლის ლიდერებსაც იჭერენ. ასევე მედიის შეზღუდვა ხდება, ეხლა უკვე ნახეთ, რომ მაგალითად ქართული ოცნება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება მედიაში. ხედავთ იმას, რომ დაფინანსების შეზღუდვა ხდება და ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს სადამკვირვებლო შესაძლებლობებზე და ჩვენ უფრო გაუმჭვირვალე არჩევნებს მივიღებთ. და ყველაფერი კიდევ ბევრი არგუმენტია და აი ამ ყველაფერს გათვალისწინებით ვთვლით რომ ხო არ უნდა მივიღოთ. მაგრამ ეხლა რო ავხსნათ როგორ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, ხო? ანუ ეს ჩვენ ცხადია, გუშინ არ გადაგვიწყვეტია, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა მსჯელობთ ამაზე პარტიის შიგნით. ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთეთ იყო დებატები პარტიის შიგნით, იმისთვის რომ გვენახა რა არგუმენტები არსებობს ორივე მხარეს. კი ბატონო. ანუ რაც მოუწოდებს გრიგოლი, ეს გავაკეთეთ შიგნით პირველ რიგში, იმისთვის რომ გვენახა ხომ პარტიის შიგნით, ხო? ანუ გავებული მოსაზრებები. არგუმენტები არსებობს ორივე მხარეს. ანუ არსებობს არგუმენტები, რატომ შეიძლება ღირდეს ჩაერთო ისეთ ბრძოლაში, რომელიც წინასწარ იცი რომ წაგებული გაქვს, მაგრამ თავისთავად ბრძოლის პროცესში შეიძლება რაღაც ღირებულება კონდეს. ანუ იმისი ილუზია ჩვენთან ძალიან ცოტას აქვს ჩვენ პარტიაში, რომ ასე როგორც ქართული ოცნება იქცევა, რა წესებს და რა გარემოსაც ქმნის, ამ პირობებში შეიძლება ვინმე მოიგოს ეს არჩევნები. მაგრამ არსებობს სხვა არგუმენტებიც, ხო, მაგალითად, რა ვიცი, იქნება ღირს რომ წახვიდე პროცესში, თუ ეს გააძლიერებს პროტესტს.
თუ და ასე შემდეგ. ან ბევრი მოცემულობა არის, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ ამ არგუმენტების საწინააღმდეგოდ იყო უამრავი სხვა არგუმენტი, მათ შორის არის არგუმენტი იმის შესახებ, თუ რა განწყობები არსებობს საზოგადოებაში, ანუ ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, უმრავლესობა რას ფიქრობს, მაგრამ შეიძლება ასევე დავფიქრეთ იმაზე, რას ფიქრობს ამ უმრავლესობის ნაწილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროტესტში. ხო და მაგალითად შეძლებს თუ არა რომელიმე პარტია გადატეხოს ის განწყობები, რაც არის საპროტესტო ელექტორატში, ხო? ანუ თუ საპროტესტო საინიციატივო ჯგუფები, პარტიების წევრები და სხვაები არ უჭერენ მხარს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ძალიან რთული იქნება საერთოდ მონაწილეობა ნებისმიერი პარტიისთვის, იმიტომ რომ მოუწევს აი იმ ნეგატიურ გარემოში საკუთარი რაღაცა კამპანიის წარმოება, რომელშიც თავის დაცვა მოუწევს არა მხოლოდ ქართული ოცნებისგან, არამედ მათ შორის იმ ხალხისგან, ვინც ქართული ოცნების წინააღმდეგია. ხო, ანუ ის ხალხიც ამ პარტიების წინააღმდეგ იქნება, ვინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხო? ანუ ვერ ხედავთ რანაირად შეიძლება მაგალითად მიხვიდე, რომ დაარწმუნო ამ რაღაც შემდეგ რეალურად 3 თვეა დარჩენილი იმისთვის, რომ დაარწმუნო ყველა იმაში, რომ ყველა ცდება და შენ ხარ მხოლოდ მართალი. 3 თვეც არა რეგისტრაცია კიდევ. ანუ კამპანიის ვადაროა ვიღოთ, ხო? ანუ ყველა უნდა დაარწმუნო, ოცნების მომხრეებს უნდა დაარწმუნო, შენი მომხრეებს უნდა დაარწმუნო, სხვა პარტიების მომხრეებს უნდა დაარწმუნო, იქ პატიმრები უნდა დაარწმუნო, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაარწმუნო, რომ ღირს მონაწილეობა. მაგრამ მე მგონია, რომ თავისთავად რასაც გრიგოლის და ირაკლის ამბობენ, რომ მოდით ვიმსჯელოთ, მე მგონია, რომ ეს არის ძალიან ღირებული რაღაც. მე წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ ჩაიკეტოს მსჯელობა, მე მგონია რომ ღია უნდა იყოს მსჯელობა, ყველა უნდა ხო, ანუ ყველა ფიქრობს, რომ მეც ასე გავიგე გრიგოლ ბოდიში, ხა თუ რამე არასწორად გავიგე, მაგრამ მე შენ განცხადება გავიგე, რომ ითხოვდი ღია დისკუსიას. ანუ ღია ეხა აღმოჩნდა რომ თურმე შენ ითხოვდი დახურულ დისკუსიას და არა, მე ვიტყოდი არა, მოდი დავასწრო მე რა. მოდი ჩემთვის სიურპრიზია ხა ეს. არა. მე მგონია რომ მე რო დებატი და ღია დისკუსია მიყვარს, ეგრე უნდა. ხო, აბა რა ვიცი რა პრობლემა რაშია. მაგრამ არა. მე ჩვენი პარტიის პოზიციას მინდა ხაზი გაუსვა. მე კი არ ვითხოვ ეთებში ეგეც იყოს, ხო? ჩვენ რა გამჭვირებათ, მე მგონი არ გვაქვს პრობლემა რატო არა? არანაირი, მაგრამ პრობლემა კი სულ სხვა რაღაცა არის, საერთოდ სხვა რაღაცა არის. ჩვენი პოზიცია არის, რომ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. მოდი მაშინ ეთერებში და Facebook-ებით კი უნდა ველაპარაკოთ პოლიტიკოსები ერთმანეთს. უპირველეს ყოვლისა უნდა ველაპარაკოთ, როგორც დასრულმა პოლიტიკოსებმა, როგორც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება პოლიტიკა. და დავეთანხმები სიმონს აბსოლუტურად როგორ შეიძლება რომ პოლიტიკაში იყო და მსჯელობაზე აცხადებდა აპაპაპაპა არც კლევას ნახავ არც მოვალ ვიყიდული დავასრულებ თუ შეიძლება რა არ მაინტერესებს ვინ რა თქვა რა 2 დღეა ვუსმენ ადამიანს რომელიც არის საერთოდ მაინტერესებს ძილობას ვიჩემ და ვუსმენ ამიტომ ხო რას ვიზამ და არის ბევრი ეგეთი ადამიანი ვისი ასეც ძილობისთვის ვუსმენ მაგრამ ეს კი ანიშნავს რომ ღირებული მგონია არა ხო მაგრამ ვისმენ იმიტომ პოლიტიკურ პროცესში ვარ და ჩემი ვალი არის რომ მოვისმინო სპექტრის აზრი და იმდენ სისულელეს ვკითხულობ პირდაპირ გეტყვით ახლა 2 დღეა არ პასუხობ არ დავზევ და არ პასუხობ. ენით აღწეროთ სისულელეს. მე რატომ მევუწევ? შენ ზარ მაქვს საუბარი ამ თქვა შენ ლიდერზე კონკრეტულად ამ ხებზე. ჩვენც გეკითხავთ, იმიტომ რაფერი არ უთქვამთ. არა, ხო. მოდი, რამუკა ხაზარაძის განცხადებას დავიკითხავ. ახლა მარტივია ამბავი. მარტივია, ძალიან მარტივია. ჩვენი პოზიციაც მარტივია. ჩვენი პოზიცია არის, რომ ფაქტები ემპირიკა, ახლა ენდობი არ ენდობი კითხვას როგორ დასვავ. ეგ უნდა განიხილოს სამუშაო ფორმაში, მაგას ვამბობ. წარმოგიდგენიათ ტელევიზორიდან გავიგეთ, გრიგოლ კლევა რო არსებობს. აბა საიდან გაიგებდი? არა, უყურე? საიდან გაიგებდი? დავას, მაშინ აი ძალიან მოკლედ. არა, არა, ვიტყვი. თქვენ ეთერი რო დაიწყო, ახსენეთ შემდეგი ფრაზა. აგერ დამემოწმ თუ რამე შემისწორეთ. თქვენ ახსენეთ შემდეგი ფრაზა. დღეს გაიგეთ ამ ეთერში? არა, კვირას გავიგე ირაკლისგან. პატივისცემ რომ ჩემ მეგობარია. კვირას გავიგე ირაკლისგან შემდეგი რომ არსებობს თუმე რაღაც კვლევა, რომლითაც ისაუბრობდა ეთერში რომ 4 ერთთან იყო რიცხვები რო არამერიო რაღაც შედეგებთან დაკავშირებით. დღეს ეთერში ამბობთ რომ რატო არ ვსჯელობთ, რატო გავიგეთ ტელევიზიიდან თქვენი პოზიცია, რატო დააყენეთ ჩამკეტები და ასე შემდეგ. თუ ეს კვლევა არსებობდა, თუ არსებობდა. გრიგოლ დავასრულებ, გეხოცე. არა, დაასრულებ რას გავხსავთ. გეუბნები ინფორმაციას. ანუ გრიგოლი არ არსებობდა. გუშინლამდე არ არსებობდა. ანუ ირაკლის ყურზე უთხრეს ეთერში. არა, ნუ წინა დღეს დამყარდა და მეორე დღეს ხო და მაგრამ მეორე დღეს საღამოს როცა ეთერში იყო ირაკლი. როცა მეორე დღეს დავასრულებ საზოგადოება გადაწყვეტ. საზოგადოება გადაწყვეტ გრიგოლ მეორე ხარისხოვან თემაზე მივიდა. რაღაცა გრიგოლ საზოგადოება გადაწყვეტ სერიოზული საუბარი თუ ამეთერში. ეხლა დიდი ბოდიში სერიოზული საუბარი. მინდა მამუკა ხაზარაძის განცხადება წავიკითხო. დღეს იმისთვის რომ
ახლა კვლევა რომელსაც გამოვიდა ამაზე ველაპარაკო სიცხე. რაღაც უნდებრო საჯარო წარმოეკამა. ეგ არ არის გადამწყვეტი ნიკა ნამდვილად. უკაცრავად. ეხლა კვირა 3 საათზე გამოვიდა თუ კვირა 4 საათზე დიდი პოტიში არ არის. მე თუ ვდებ ბრალს ჩემს პოლიტიკურ დავასრულებ და დავამთავრებ. მე და ჩემ პოლიტიკურ პარტიას თუ ბრალს ვდებ რომ საჯაროდ რატომ მოგვიწოდეთ რაღაცაო ბოდიში, მაგრამ საჯაროდ ასევე არ უნდა გეთქვათ კვლევასთან დაკავშირებით და ესა დაგერეკა და გაგვეცდო ეს კვლევა. მე რა გეხვეწები ძალიან მკაფიოდ ვიტყვი. ძლიერი საქართველო არ ხვის თავს ვალდებულად ვინმეს უთანხმოს რაიმე კვლევა. მე პოზიციის დაფიქსირებაზე რატომ უნდა გითხრა ვალდებულად რამე რატომ არ ხარ ვალდებული. ჩვენ გთავაზობთ ერთიანობის გიწვით. გრიგოლ, მალდა ხაზარაძის განცხადების საკითხვა მინდა. გაგაჩნია რომ არ მიიღო ეს ხელი და არ ჩამომართვა ხელი ამ საკითხზე. ჩვენ მინდა რომ მაყურებელს გავაცნო. მე მაქვს თავისუფლება დიდი პოტიში რა ყველაფერს არ გვაქვს თავისახელება. ძლიერი საქართველო თავისი 200.000 მინიმუმ ამორჩილდა არავის და არაფერს ხა კვირა დღეს რომელზე გამოვიდა კვლევა ამაზე ისაუბრებია. ეს თემა ამოვწუროთ ძალიან. მაგრამ ჩვენი ეთიკა არის და ჩვენი შეთავაზება არის კოლეგიალური. ვიმსჯელოთ ეგება, რა ვიცი, ნიკას აქვს უკეთესი იდეა. კარგი. და დავინახავ. მამუკა ხაზარაძის განცხადება. ჯელობა შევა პრობლემა იყო. კითხულობს, ჯელობა როგორ შევა პრობლემა იყო? არა. მე მომეჩვენა რომ პირიქით ეხა შენ თქვენ ხდიდით რაღაც პრობლემას ამ ჯელობას. ამიტომ მამუკა ხაზარაძის განცხადებას წავიკითხავ. ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელი ერთი აბზაცი გამოჩნდა და თავიდან დავიწყე. ის რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არც ერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და უკომპრომისოდ ამბობს ხაზარაძე. ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასაბლურ ძალთა კონსოლიდაციით და რა ისე როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა. რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდან. აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის ცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი. ბოდიში გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ არ ვიმყოფები საქართველოში კვირის ბოლოს ზადვარ ჩამოვიდე უფრო ნახავთ თქვა. ანუ აქ საუბარია იმის შესახებ რომ არ იხსნება არაფერი, წინა მოთხოვნები რაც იყო და ასე შემდეგ, არ არის საჭირო ისტერიკა, წყარად დავждეთ და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. და ერთიანობაა მთავარი და პრინციპში ეს საყვედური რაც მე გითხარით რომ ყველას დაგიტოვია, ყველა საუბრობთ ერთიანობაზე, ნიკა ყველა საუბრობთ ერთიანობაზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ რაღაცა ერთიანი პლატფორმა რაც იყო, ყველამ დატოვეთ ბოლოს. ჩვენი გარს დაგვიმალოთ მე რა. ხო, გავიგე, მაგრამ აი თუ ერთი მხრივ ერთიანობაზე საუბრობთ, მეორე მხრივ ყველა რატო გაიქეცინა პლატფორმა? აი თქვენ არა, თავისუფლებს მოედანია, მაგრამ თქვენ ახლობთ ერთი კოალიცია. იყავით ხო თავის დროზე და ეხლა აღარ ახარ. მაგრამ შემთხვევაში მე და ჩემს პოლიტიკურ პარტიას ეხება და ამიტომ ვუპასუხებ. თქვენ ნაციონალურ მოძრაობას გახარიასაც ეხება, აი მამუკა ხაზარაძეს ამბობს რომ მარტო დავჭიტო. კი, ვუპასუხებ ხო შეიძლება. ამ ფორმატში ხო შეიძლება ვუპასუხებ რა. პირველ დავიწყოთ იმით, რომ მიღმა აბსტრაქტული საუბრებისა ზოგადად Facebook-ზე იქნება ეს თუ რა ვიცი ეთერში არსებობს კონკრეტიკა და ეს კონკრეტიკა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ პლატფორმა დავტოვეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხზე, რომელიც თურმე მაშინ იყო სუსის მიერ შემოგდებული თემა 2 თვის წინ, დღეს მნიშვნელოვანი გახდა მათ შორის სამშეოთ პარტია ლელოსთვის, დღეს უკვე მნიშვნელოვანი საკითხია ამ საკითხზე ვერ შეთანხმების გამო. ერთიანობა ჩვენ რისთვის გვჭირდება? იმისთვის, რომ უბრალოდ პერამეტრებთან მოვიდეთ ეთერში ერთად, რა ვიცი, ხელები გადავხვიოთ ერთმანეთს, დავждეთ, გავიღიმოთ და დავფიქსირდეთ, რომ ერთად ვართ, დავასრულოთ შეიძლება. კი, დავასრულოთ. მივდივარ მე რა, აი მოგიყვებით თელს ამბავს. თუ ერთიანობა მოგჭირდება კონკრეტული საკითხების გარშემო, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დავინახოთ მომავლის ხედვა და ამ ერთიანობიდან გამომდინარე გადავწყვიტოთ ამ მომავალში რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ხო? ასეთი საკითხი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა არ გასვლის, ანუ რეჟიმთან თანამშრომლობა არ თანამშრომლობის საკითხი, ანუ რეჟიმისთვის ლეგიტიმაცია მინიჭება არ მინიჭების საკითხი და ეს საკითხი განიხილებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში. მივდივარ. ეს საკითხი განიხილებოდა. მანამ სანამ ეს საკითხი იყო განხილვაში. რაზეც გრიგოლმა თქვა რომ თურმე ეს საკითხი არ იყო განხილვაში და არა მარტო გრიგოლმა, მათ შორის მისი პარტიის წევრებმაც, დღესაც მათ შორის თქვენი კოლეგა ტელევიზიაში, ბატონმა ლევანმა ახსენა რომ თურმე არ იცოდა და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. ეს საკითხი მანამ სანამ იყო განხილვაში. ჩვენ ეს საკითხი შევიტანეთ, დავაყენეთ კონკრეტული არგუმენტაციით. როდესაც ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ანუ განიხილეთ, ანუ ყოფილა პრეზიდენტის ფორმატში იყო ამ საკითხზე განხილვა გრიგოლ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა არ გასვლა 31 მარტს ფორმატი? არ შეთანხმდა მეთქი და მაგით გამარჯობა. და ის განცხადება რაც არის ჩვენთვის არის საზიარო. ყველასთვის ვინც იქ არის.
ხო, ანუ არ გადიხართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ხო, დამოუკიდებლად. თავიდან უნდა იწყებთ ახლა. პოზიცია არის, ჩვენ ვიბძვით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ან მანამადე, ან იმ დღეს. წერტილი. არა, დიდი პოზიცია. ამის გამო დაასვენ, რაც ხარ, სხვა რაღაცას ლაპარაკობ. ანუ როგორ რაღაცა, იცი, რამდენი ხანი ვისმინა? ტელეფონში კითხულობდი რაღაცას და 31 მარტამდე მეთქი, გრიგოლ. ძალიან ხო. გრიგოლ 31 მარტამდე მეთქი, არ მithქოს ხო, დღევანდელ. აგერ მაგ ექსკრენი და მაგას გრიგოლ 31 მარტამდე მეთქი. სხვა რამე კითხულია, სხვა რამე კითხულია. მე რა კითხე, მაქსიმალურად ვინ არჩევს დაუშვათ ვერ შედგა რაღაც თემაზე თანხმობა. ამიტომ 31 მარტამდე ვსაუბრობ. გავიგე, მაგრამ სხვა რამეზე ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ერთიანობის დარღვევაზე. ანუ დაუშვათ ვერ შედგა. რასაც თქვენ ამბობთ, ხო, თანხმობა ვერ შედგა. ამის გამო, ანუ რაღაც პირველივე საკითხზე თანხმობა რო ვერ დგება, უნდა გახვიდეთ კოალიციიდან, ანუ აზრს ვერ მივხვდი. ანუ ერთიანობა რას გულისხმობს, რომ ყველაფერზე თანხმობა. მე რა თუ არ დავასრულებ, ხო ვერ გავიგე. არა, ჯერ კითხვა უნდა დავასრულო. მე მივხვდი თქვენი კითხვისას და ვერც საზოგადოება ვერ გაიგებს. პირველი, არ ვიცი რატო გაბრაზდა 31 მარტამდე ერთობაზე ვსაუბრობდი, როდესაც განცხადება გაკეთდა დიდაქციაზე რეფერენდუმის დღეს. ეს საკითხი განიხილებოდა დაახლოებით თვენახევარი იმ პლატფორმის ფარგლებში, მათ შორის ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე ამ საკითხზე აქტიურად საუბრობდნენ ამ პლატფორმის ფარგლებში. შეთანხმება ვერ მოხდა, ჩვენ თვლით და მომავალშიც ასე ჩავთვლით, რომ არსებულ ვითარებაში არ შეიძლება რეჟიმს სადმე რომელიმე დონეზე ვეთანამშრომლობთ, ანუ მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს მივდივარ. ვერ მოხდა. ერთ მხარეს, მაგრამ მეორე მხარესაც ხო არ მიიღეს გადაწყვეტილება. ანუ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მივდივართო. პოზიცია არ დააფიქსეთ, ჩვენ თვლით, რომ მაშინ ეს მნიშვნელოვანი იყო. გავიგე, ანუ ღია დარჩა საკითხი. ხო, მეცაც გეტყვით. კი. ამის გამო დატოვეთ პლატფორმა. არა, ჩვენი ჩვენთვის რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, მაგალითად, რომ აი მივდივართ არჩევნებში, მაშინ გასაგები ექნებოდა, რომ ჩვენთვის ეს წითელი ხაზია იტყოდით არჩევნები და გავდივართ. მე რა ჩვენთვის ეს თუ საკითხი ღია იყო დარჩენილი, რატო გახვედით? მე ჩვენთვის ეს იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის საზოგადოებაში ეს 31 მარტამდე შეგვიძლია გადავახვიოთ ნებისმიერი ტელევიზია. მათ შორის მე რა დავოს თუ არ დავასრულე, გავიგე კითხვის არსი. მათ შორის ყველა ტელევიზიაში ისმევოდა ამასთან დაკავშირებით კითხვები ყველაში და როდესაც კითხვები არსებობს და პასუხს არსემ, მე არ მგონია ეს პოლიტიკოსისგან ერთი სწორი, მეორე პასუხისმგებლიანი და მესამე როდესაც რუსთაველზე გადიოდა ადამიანი გეკითხებდა რას აპირებ, ამ საკითხის გადაოდება არ მიგვაჩნდა სწორად. ამიტომ ვერ მოხერხდა 31 მარტის შემდეგ ამ ერთიანობის შენარჩუნება. ეხლა მაქვს მე მეორე კითხვა და ამასთან დაკავშირებით გონია ლელოს პოზიცია მნიშვნელოვანი. რადგან მოცემულობაზე საუბრობდა ბატონი გრიგოლი პატივისცემით მასთან კიდევ ერთხელ მივხვდით ცხარე კამათისა. გრიგოლ რა ცხარე კამათი. ხო. ჩემი ცხარე კამათი ძალიან გაცხობილია, ჩემგანაც პატივისცემა. ხო, მე იმედია ვიკამოთ. ჩემი ცხარე კამათი შეიძლება გახო. გრიგოლ, აი ძალიან მარტივად. თქვენ საუბრობდით მოცემულობაზე და მოცემულობიდან გამომდინარე პოლიტიკის კეთებაზე. არსებულ ვითარებაში. მანამ სანამ ჩვენ არ გვაქვს არცებითი გარღვევა სტატუს კოში. ანუ პირველი, არ არიან თავისუფალი პოლიტიკური პატიმრები, არ არის შეცვლილი არაფერი საარჩევნო ადმინისტრაციის სუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით. ანუ არ ნიშნება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პირიქით მეტიც ვთქვათ, ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო ყველა ისეთი ცვლილება საარჩევნო კოდექსში და მათ შორის ცესკოში გატარდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ერთი ზღუდავს დაკვირვების უფლებას და ფაქტობრივად ართმევს დამკვირვებლებს და მეორე გაზარდა მაჟორიტარების წილში, ამ ცირა პროპორციული წილი, მივედით 2017 წლის სისტემაზე არსებულ ვითარებაში. რადგან მოცემულობაზე საუბრობთ, ეს არის დღეს მოცემულობა, ხო? ცვლილება ამ მიმართულებით არ გვაქვს. პარტია ლელო კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის მარტო დამოუკიდებლად მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მარტო დამოუკიდებლად გულისხმობ განყენებულად მხოლოდ ამ არჩევნებში. ეს არის უმარტივესი კითხვა და მეორე, როგორც ნახე, იზიარებ პლატფორმის განცხადებას, როგორც მითხარით. აი ეს კითხვა არის ჩემი თავარი. არსებულ მოცემულობაში, ვინაიდან თქვენივე სიტყვა იყო ეს, რომ მოცემულობიდან გამომდინარე მსჯელობა, თქვენი პარტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მოკლე კითხვა და ჩვენი კითხვა, ლეგიტიმური. მე ბატონს იმას ჩვენი შეთავაზება, ხო, ჩვენი შეთავაზება რა იყო სწორედ? ისაც მათ შორის ირაკლიმ გააშხერა. ისაც მეც გავაშხერე გუშინ რაც, სალომე სამადაშვილმაც, გიორგი სიორიძემაც პირველ გამომჩეს. ყველა ჩვენგანმა რა ვთქვით? ვიმსჯელოთ ამ კვლევის, ამ ანალიტიკის, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზე ერთიან ფორმაციას. რა თქმა უნდა, ეს რაღაც დეკორატიული კი არ არის. ერთიანზე, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ერთიანად უნდა გავიდეთ და გადავტეხოთ, თუ ვთვლით, რომ ეს ასე არის და სწორი არის და შესაძლებელი არის და თუ უჯერებთ კვლევას, რომელიც
გეუბნება, არ ვიცი, გეუბნება რომ ასე არის, ხო? თქვენ თვლით რომ გადავტეხავთ? გეუბნება, ერთ მე რას ვთვლი, მე ბევრ რაღაცას ვთვლი ან არ ვთვლი, მაგრამ მაგითი არ უნდა ვიხემწყალო მე რას როგორ უყვებს სუბიექტურად. არის ობიექტური მოცემულობები და არის პროტესტ ძალიან დიდ პატივს უსწრდა, რა ვიცი, დღეღამე მისი ნაწილი ვარ და მისი მეგობარი ვარ და მისი თანაზი არის, მაგ პროტესტის გარდა არსებობს, რა ვიცი, ქარელში, სოფელში ადამიანი, რომელიც თავისი ხედვით არის მაგალითად, არსებობს ბათუმში კიდევ ცალკე დინამიკა. მე ვთვლი რომ უნდა გავაკეთოთ ისაც საჭიროა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. ჩვენ ვთვლით რომ ერთიანობის იდეით, ერთიანი რესურსი და ვიმეორებ ეს ერთიანობა რაღაცა სილამაზისთვის კი არა, დეკორატიული ხაზი კი არა. ეს კვლევა მე რო ვახსენებ და ჩემი კოლეგები, ეს კვლევა ამბობს რომ ერთიანად ხართ აი ასეთ პოზიციაში რომ 4ჯერ შეიძლება დავასრულებ რა, 4ჯერ შეიძლება დაამარცხოთ ქართული ოცნებაო. ამიტომ ვლაპარაკობთ რომ ხომ არ გვემსჯელა მეგობრებო, ეს არის საზოგადოების დაკვეთა ერთიანობაა ისე. მათ შორის გამკაცებული კანონმდებლობით. ხო, მაგრამ ბრძოლა არის ბრძოლა. არ ვიცი, მსჯელობად. აი ამ კონტექსტში ძალიან გითხოდა. აი იმიტომ ძალიან ლეგიტიმური კითხვა არის. აი ხე ანუ მათ შორის გამკაცებული კაცობრიობას არ ებრძოლა, ხო? ცოტა არ მინდა ხარ რაღაცა რიტორიკული უტრირება, მაგრამ მართლა ასე არის, ხო? აგერ ბატონი სიმონი დაგვეთანხმება, ხო? განმანათლებლობას არ ებრძოლა, კაცობრიობას არაფერს არ ებრძოლა. დღესაც 14 წლის ბავშვი იქნებოდა საკვამურის, ესე იგი, მუშა, შავკანი ადამიანი იქნებოდა მონა, ხალი იქნებოდა რაღაცა საქმე. არა, ეს ხო, ვიმეორებ არ მინდა რაღაცა უწვრილება. არ არის ასე შეიძლება. უნდა იბრძოლო ყოველთვის. ეხლა მე ჩემ თავს ვეკითხები, აი პირდაპირ ვეკითხები. ეს ფორმატ C, იმიტომ რომ C რატო ნახეთ, ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ან ახალი საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იყოს. ან რომ პოლიტპატრიონის გათავისუფლება თქვენ ეგ თქვით. არა, კი ბატონო, არც კარგი გითხოვთ, რომ მე ვთქვი, კი, მაგრამ მაინც ვაზუსტებ საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ კერ ვანაცვლებთ თუნდაც დაშვებით, მსჯელობის დაშვებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთით მეტი ახალი ველი ხომ არ შეგვექნა. ეს ერთით მეტი ახალი ველი ლეგიტიმაციას ხო არ გამოდის ერთიანობა. ეს ერთით მეტი ახალი ლეგიტიმაციას მადლობა რომ გამახსენე, არა. ლეგიტიმაციაზე სწორედ რომ არ გეთახმები. ლეგიტიმაციას და გუშინ ერთად ახსენე კითხვა იყო კიდევაც, ხო, ვთქვათ, აი იგივე გირაოს არ გადახტაზე. ნახეთ როგორ რაღაცა არის. ლეგიტიმაცია საკითხია მაგაში. არა, მე არ ვციტებდა რა თქვენ ამ შემთხვევაში. ლეგიტიმაცია ჩემთვის ძალიან მარტივად არარსებული რამ ამ რეჟიმისთვის. ამ რეჟიმს არ გააჩნია და ვერ ეკრება ლეგიტიმაცია. რატო? იმიტომ რომ გააყალბა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, იმიტომ რომ შემდგომშიც რეალურად შემდგომში შეცვალა საგარეო ვექტორი, სულ არ გაეყალბებინა საგარეო ვექტორი შეცვალა კონსტიტუციის მუხტ უღალატა. ლეგიტიმაციის მინიჭება რატო არა? ანუ რატო არ არის? თქვენ თქვით რომ არ გაყალბებული არჩევით ლეგიტიმაციას ვერ მიიღო და შესაბამისად არ გააჩნია ამ რეჟიმს და ვერც ერთ შემთხვევაში რაც არ ლეგიტიმაციის ნიკა რომ არ მიაჩნიათ რომ ადგილობრივი არჩევნები მიანიჭოს დასავლეთისთვის არ შეიძლება. გავიგე. და იმ ვითარებაში როცა ევროსაკრიტიკა ერთი კითხვა უნდა გავუშვათ რა. ეგ არ არის თავი განხილვის საგანი დღეს როგორ არის ლეგიტიმაციას მიენიჭებს თუ არ მიენიჭებს თქვენი პირობითად ყველას არ არ შექმნის არის ლეგიტიმურობის სანქციების პროცესს არ შეაჩერებს არ შეაჩერებს ვიცი და მაგითო გეკითხებით არ შეაჩერებს სანქციების პროცესს კარგით მაშინ ერთი კითხვა მაქვს მანამდე მეც უნდა დავსვა კითხვა კრემლში 2012 ეგ ამასაც ვიტყვი საზოგადოებისთვის ხო ბატონმა კრემლში 2012 წლის შემდეგ რით იღებდა გოგოლაშვილი უფრო საინტერესოა ვიდრე კრემლი ერთ წამს კახა გოგოლაშვილი ძალიან კარგი რაღაც მაგრამ მე კარგი რაღაც თქვა ამ თემასთან დავასრულებ ერთ წამს რა თქვა თქვა რომ პირიქით არა თუ მე პერიფრას ვაკეთებ ბაბატიო საზოგადოებას ზუსტიცია და არა მაგრამ ძალიან საინტერესო თეზა აქვს რა შეიძლება მას რომელსაც მე დღეს ვუსმენდი რომ პირიქითაც კი შეუძლია თუ მაგაზე ვიმსჯელებთ ოღონდ მაგის გამო არც უნდა გახვიდე არც უნდა გახვიდე რა შეუძლია თუ პირიქითაც შეუძლია ქართულ ოცნებას რომ სრულად გაუყალბებელ ლეგიტიმურ არჩევას ჩაიცეს და ჩაიწიკწიკოს და მაგით დაგიპირსა მოგცემ ნახეთ ერთადერთი ფრაზა და ბოდიში არ მინდათ რომ წავ ნახეთ ორივე მხარეს არის ძალიან სერიოზული ლეგიტიმური წონადი არგუმენტები ჩვენ ვართ ცივილიზებული ადამიანები გვაქვს ერთი მიზანი ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წაშავება და დამთავრება და ყველა პატრიოტი ქართველის გათავისუფლება ზოგის ციხიდან და ზოგის კიდეც ამ კოლექტიური სიმონთან მაქვს ამიტომ ვიმსჯელოთ გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით თუ გამოგვივა შეტევა და თუ მართლა 4ჯერ მოუგებთ კი ბატონო მანდატ შეიძლება რომ ვიფიქროთ ბრძოლა გასაგებია სიმონთან მაქვს ერთი კითხვა და ნიკა თქვენ შეგიძლიათ ამ კითხვას პასუხი გასცეთ არსებობს ასეთი მოსაზრება ექსპერტულ წრეებში რომ თუ ყველა გაერთიანდება რაზეც აგერ ირაკლი კუპრაძეც საუბრობდა რადგან ამ საპარლამენტო არჩევნებშიც კი ოპოზიციამ 60-40-ზე დაახლოებით მოიგო არჩევნები თბილისში და მაგალითად თუ სალმე ზურაბიშვილს
ან ვინმე ასეთ ფიგურას დააყენებს ოპოზიცია ერთიანად თბილისის მერობის კანდიდატად, სულად შესაძლებელია თბილისის წართმევა და ეს იქნება დიდი პოლიტიკური მარცხი ოცნებისთვის და შეიძლება იქცეს დასაწყისად ხელისუფლების დემონტაჟი და ასე შემდეგ. ამ მოსაზრებას რატომ არიზიარებთ? მე მგონია რომ საზოგადოება იმსახურებს იმას რომ ყველა ესეთი კითხვა რაღაცა სერიოზული ან განშის საგანი იყოს. მაგალითად თუ ერთ ძლიერ კანდიდატს დააყენებს ოპოზიცია ქალაქის მერობის კანდიდატად იქნება თუ არა ეს სასურველი. მე მომისმენია სხვა საექსპერტო ჯგუფებისგან მოსაზრება რომ ეს არ იქნება სწორი სტრატეგია იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველა შეთანხმდა რომ მონაწილეობს. იმიტომ რომ პოლარიზაცია რომელსაც ცდილობს ქართული ოცნება გულისხმობს იმას რომ უნდა გამოჩნდეს ორი მხარე შავი და თეთრი ანუ თეთრი უნდა იყოს ქართული ოცნება და შავი უნდა იყოს ოპოზიცია რადიკალები უსამშობლოები და ასე შემდეგ და საკმარისია რომ ერთი კანდიდატი დააყენო მაშინვე ეს პოლარიზაცია იწენს რაღაცა განსხვავდება და შეიძლება უარესიც იყოს და ჯობია რომ მაშინ რამდენიმე კანდიდატი იყოს თუ საერთოდ ესეთი არჩევნები ტარდება იმიტომ რომ მე ეს რაღაცა ან არჩევანი არ გაქვს რომ ან ირჩევ ქართულ ოცნებას და ან ოპოზიციის ერთადერთ იმას. ანუ ამას იმიტომ შეიძლება იმიტომ ვამბობ რომ ამაზე მსჯელობა რეალურად არ ხდება საჯაროდ და მე მგონია რომ დასანანია რომ საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა არ აქვს და მეგონა კარგ საქმეს ვაკეთებ. არა კარგია რომ ეს არა ნუ რაღაცა გრიგოლი იყო და ვაგიტო ის რაღაც დრამა აქ რაც შიმიტის მე მგონია რომ არ არის ბაიდაბაის რაღაცა თავარი რაც საზოგადოებას აინტერესებს. ხო, საზოგადოებისთვის ამაში მნიშვნელოვანია არის იმისი გაგება, რა იქნება ყველაზე სწორი რაღაცა ენერგიული სტრატეგია, რომელიც მიგვიყვანს რაღაც შედეგამდე. მაგალითად, თუ ჩვენ ვიცით, რომ გახლეჩა ოპოზიციის ზოგი შევა ამ არჩევნებში და ზოგი არ შევა, გამოიწვევს იმას, რომ უნდობლობა გაჩნდება ოპოზიციის მიმართ, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში შეიძლება ჯობდეს რომ არ გაიხლიჩოს და მაშინ იყოს ეს ერთიანობა მათ შორის მიიღოს ოპოზიციამ არასწორი გადაწყვეტილება მაგრამ ერთიანობა შეინარჩუნოს. იმიტომ რომ სხვა გადაწყვეტილებები ამაზე ველაპარაკებოდი ხა მე ნიკასაც რაღაც პირველივე რაღაც ამბავზე დაარღვიეს ერთიანობა. ეგ რაღაცა დეტალები მე ისეთ მნიშვნელოვანი არ არის კონკრეტულ შეხვედრაზე რა თქვა რომ არა ფორმატის დატოვებაზე ვლაპარაკობ შეხვედრიდან მაგრამ მე მგონია რომ ესეთ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ ხო რომ მაგალითად ის ხალხი ვინც არის ყველაზე აქტიურად ჩართული მაგალითად სადამკვირვებლო მისიებში ხო აი მაგალითად საიდან ვიცით რომ გაყავთ და საპარლამენტო არჩევნები ხო ვიცით უამრავი მოხალისისგან რომელიც ორგანიზებული იყო სხვადასხვა ჯგუფად და მათ შორის დამოუკიდებლობათაც დადიოდნენ დასაკვირვებლად. ახლა თუ დაველაპარაკებით ამ ხალხს, ისინი თვლიან რომ აზრი არ აქვს ამ პროცესს საერთოდ, არანაირი აზრი არ ექნება არჩევნებში ჩართვაზე, იმიტომ რომ მათ ნახეს თავი თვალით როგორ ხდებოდა გაფრთხილება არის დაკარგული. ახლა სხვა საკითხია, თუ ვიღაცა დაარწმუნებს ამ ხალხს რომ კი ბატონო ვიცით რომ გაყალბდება, მაგრამ მოდი მაინც ვსადოთ იმიტომ კი არა რომ მოვიგოთ. არამედ იმიტომ რომ მაგალითად არ ვიცი, გავაძლიეროთ, რა ვიცი, საერთაშორისო მხარდაჭერა. თუ ვინმე ამას დაასაბუთებს, რომ ეს გააძლიერებს საერთაშორისო მხარდაჭერას, რა ვიცი, მე ესეთი არგუმენტი ჯერ მომისმენია, მაგრამ თუ ვინმე შეუძლია რომ ეს დაასაბუთოს, უნდა ითქვას და ეს განვიხილოთ. ან ვინმე თუ იტყვის რომ მაგალითად, რა ვიცი, მეტი ხალხი ჩაერთვება რატომღაც არჩევნებში, ანუ მეტი ხალხი მოვა არჩევნებში ვიდრე მოვიდოდა სხვა შემთხვევაში მაშინ კი ბატონო, მაგრამ თუ პირიქით არის, ანუ ეხა ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ შეიძლება ისეთი დემორალიზება მოხდეს. ასეთ შეუთანხმოებელ გადაწყვეტილებას, რომ ის ხალხიც კი, ვინც ქუჩაში დგას 6 თვის განმავლობაში, შეიძლება არ მივიდეს არჩევნებზე და პირიქით სხვა შეიძლება მოუწოდონ, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და ეს იქნება კატასტროფა ჩემი აზრით. კი ბატონო. ნიკა ამ თემაზე შენი აზრით მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ბევრი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ რატო არ უნდა ცადოს ოპოზიციამ თბილისის წართმევა, როცა იმ გაყალბებულ არჩევნებშიც, როგორც ახლა ოპოზიცია მას ეძახის, ხო, ოპოზიცია ამბობს, ეს არის გაყალბებული არჩევნები. გაყალბებულ არჩევნებშიც კი მოიგეთ თბილისი. რატო არ შეიძლება ამის ცდა? პირველი უნდა დავიწყოთ იმით, რომ რა ის იქნება ამას, პრობლემა რა იქნება? პუნქტობრივად გეტყვით ყველაფერს. პირველი 2020 წლის არჩევნები ყოველს კარგად გვახსოვს, ხო, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ხარვეზები, ჩემი აზრით ძალიან ბევრი ხმა იქნა მიტაცებული მაშინაც, მაგრამ შემდეგ მივიღეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მაშინაც 2020 წელს დაახლოებით იგივე იყო კომპოზიცია თბილისთან დაკავშირებითაც, უბრალოდ სხვა აგათვლები ქონდა მაშინ ხელისუფლებას. 2021 წელს რა მოხდა?
კოალიციურად წავდექით ყველა, როდესაც შეგახსენებთ, ქონდა ბევრად უკეთესი საარჩევნო კოდექსი, ეგრეთ წოდებული მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული, პროპორციული წილი გაზრდილი, ბარიერი დაწეული, მათ შორის მაჟორიტარების 40%-იანი ზღვარი არსებობდა და ასე შემდეგ. ანუ ბევრად უკეთეს ვითარებაში ვიყავით. რა მოხდა? საბოლოო ჯამში იმხელა მანიპულაციები და ისეთი ტიპის მანიპულაციები გამოიყენა მაშინაც უკვე რეჟიმმა ქართულმა ოცნებამ, ხო, მაშინაც მოახერხა და ხატია დეკანოიძე, რომელმაც პირველ ტურში მოიგო და ყველა exit poll-ი მათ შორის ყველა დამკვირვებელი ამასაო. ნიკამელია, რომელმაც კალაძეს დაუფიქსირა ისტორიული შედეგი, ხო? კალაძეს, რომელსაც მათ შორის მისი პირადი რეიტინგი ჰქონდა, მათ შორის ზუგდიდი ავიღოთ, იგივე სადაც შეგახსენებთ 19-18-ზე იყო თუ არ მახსოვს საკრებულოს წევრების რიცხვი და კარი რო გადაკეტეს მთელი ღამე და მერე რო თითქოს ერთი მანდატი გაქრა, იქ მანიპულაციები ჩაატარეს და შემდეგ ბათუმში რა მოხდა გვახსოვს? ბათუმში ხო, მაგრამ მივდივარ, თუ არ დავასრულებ აზრს ვერ შევკრავ. ბათუმის მაგალითი ყველას გვახსოვს ადამიანი, რა ვიცი, მართლა სიკვდილამდე მიიყვანეს, იმიტომ რომ არ გაიყიდა ეს ადამიანი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ რა ხდება? 2024 წლის დეკემბერში არალეგიტიმური ერთპარტიული პარლამენტი იღებს ცვლილებებს, რომლითაც აუქმებს 2021 წლის ჩანაწერებს, ამკაცრებს, ანუ უბრუნდება 2017 წლისა ზრდის მაჟორიტარების რაოდენობას, გვართმევს დაკვირვების უფლებას, რადგან სხვა შორის მათ შორის ეუთო ოდირი და ჩვენი დასავლური პარტნიორები ყველა ეუბნებოდნენ ეს ცვლილებები უნდა გაუქმდეს, მათ შორის ის ზრდის ბარიერს, როგორც საკრებულოზე, ასევე აუქმებს მეორე ტურს, ანუ ვინც მეტხმაც მიიღებს, ის ხდება მაჟორიტარი და იქმნის ისეთ დავასრულებ, იქმნის ისეთ ვითარებას, რომ რამდენიმე ნაბიჯი წინ მიდის გაყალბებისთვის დავასრულებ, მე წინ მიდის გაყალბებისთვის იმისთვის, რომ ეს ამ არჩევნებში უკვე რაღაც გარკვეული რა გქონდეს. ამიტომ, როდესაც ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს რაღაც ერთობლივი ძალებით, იმიტომ რომ თბილისში არ ჭირდებოდათ. იმიტომ რომ ზოგადად და თქვენც მათ შორის ხშირად ჩავალთ ამაზე, რომ ძირითადად საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებები, რომლებიც ცდილობენ გააყალბონ და მანიპულაციები მოახდინონ, რეგიონებზე აკეთებენ აქცენტს და როდესაც ჭირდებათ მათ შორის დედაქალაქზე ანუ თბილისსაც ვერ მოიგებთ ამას ამ ვითარებაში. ერთ წუთი მივდივარ იქ. ეს ერთი, სანამ სტატუს-კოში არსობრივი გარღვევა არ არის და მანამ სანამ რეჟიმს აქვს გავლენები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ტექნიკურ დონეზე იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცესკო, სუსი და ასე შემდეგ. ხო, მანამდე არსებულ ვითარებაში, გამკაცრებულ ვითარებაში, როდესაც მედიის კანონი შემოიღეს, როდესაც კი, აზრი აქვს და მეორე. აქ უნდა დავამატო ეს აუცილებლად. ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, რაც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და გამიკვირდა გრიგოლი, რომელიც საერთაშორისო მიმართულებით მუშაობს, რატომ აქვს ის პოზიცია, რომ თითქოს არ შეაჩერებს. იმიტომ ეგრე არის. გრიგოლ, დავასრულებ. მოდი დაასრულოს და ბოლო სიტყვას მოგცემ. დავასრულებ. ეგრე არ ვიცი არის თუ არა. მივდივართ იქამდე. პირველი 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და 28 ნოემბრის მოღალატეობრივი განცხადების შემდეგ ამ ქვეყანაში სანქციების პოლიტიკა გააქტიურა არაღიარების, ლეგიტიმაციის არ მინიჭების და რეჟიმთან არ თანამშრომლის არც ერთ დონეზე, ეს იყო ფუნდამენტური საკითხი. მეორე, მათ შორის იმ ძალადობების გამო, რომელიც მათ ჩაიდგინეს. მეორე და მნიშვნელოვანი, არსებობს ისტორიული მაგალითები, მათ შორის პუტინის რუსეთში და თუ ჩვენ საზოგადოებას არ ვატყუებთ, თუ ჩვენ ვამბობთ, მათ შორის ჩემი კოლეგები იგივე გრიგოლი, სხვა ნებისმიერი პარტიიდან აქვს, რომ ეს ხელისუფლება მიდის კადიროვის ჩეჩნეთისკენ, ლუკაშენკოს რუსეთისკენ და პუტინის ლუკაშენკოს ბელორუსისკენ და პუტინის რუსეთისკენ, ხო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ის პარტია, ვინც საბოლოო ჯამში ეთანამშრომლა პუტინს რაღაც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გამო, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები, ყველა ამ პარტიამ 2014 წლის შემდეგ გადაავადა ის პროცესი, რასაც ერქვა კრემლის სანქციები. და ერთი უნდა დავამატო და დავასრულებ აქვე ბოლო შეჯამებისთვის. საბოლოო ჯამში ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა რეჟიმთან, ნებისმიერ დონეზე ხელის ჩამორთმევა იქნება ბრძოლის ღალატი და ბეცულების გადავაგება. გასაგებია, გრიგოლ, სულ გვაქვს 30 წამი და დავიწყოთ, იმიტომ ხელის ჩამორთმევა კი არა, მათი წაშავება და გადაშავება და ციხეში სამართლიანი თავისუფალი ქართული სასამართლოს მიერ ციხეში გამწესება არის მიზანი. თავისუფალი მართლმსაჯულების ხელით, ხო, იმ კორუფციისთვის, იმ საგარეო პოლიტიკური გადაკვარებისთვის და მათ შორის იმ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, რასაც გვაქვს შეხება. ხელის ჩამორთმევა, სიტყვებით ხალხო შევარჩიოთ. ხელის ჩამორთმევა კი არა, ბრძოლაზეა საუბარი. თუნდაც თეორიულად, ხო? ბრძოლის შესახებ ამბრძოლობაზე. არა, შენთვის რა არის, ეს არ არის ამბრძოლი. სხვა საერთოდ ხელის ჩამორთმევა არა. ბრძოლა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა და არა ხელის ჩამორთმევა. სიტყვები ძალიან დიდი აზრი პოლიტიკაში, ეს სიტყვები უნდა იყოს სწორი. მეორე, ჩემთვის არის ცოტა გასაკვირი. მე 6 წლის წინ ჩავერთე პოლიტიკაში. უკვე ჩანდა რუსიფიკაციის ნიშნები, ესეთი არა, ამის ნახევარიც კი არ იყო, მაგრამ ჩანდა ხო ყველა წინაპირობა კადიროვიზაციისას და ასე შემდეგ. არც ერთი დღის განმავლობაში არ მქონია ილუზია, რომ რუსულ რეჟიმთან წესებით შევძლებდი ბრძოლას, რომ ექნებოდა კარგი ცესკო, თავისუფალი არჩევნები, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არის არისტოტელიანელი და ჰუმანისტი და ასე შემდეგ. ამის ილუზიები იმას აქვს ამ ქვეყანაში დღეს.
რომ ძალიან მძიმე ბრძოლის გარეშე რომელშიც უკვე ვართ ყველა, კი. ხან საქმეებთან ხვდებიან, ხალხი დაჭერილია, აქედან დავიწყოთ. ხო? ქვეყანას აღარ ვახსენებ რა დღეში, იქ ეკონომიკურად იქ ამის დრო არ გვაქვს, ხო? ხალხი დაჭერილია, 50-ზე მეტი ადამიანი ტყვედ არის აყვანილი. რა, ეგ წესებით ბრძოლა არის? არა, მაგრამ ხო ვიბრძვით. თუ ველით იმას რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა ბიძინა ივანიშვილი გამოვა და იტყვის უი ხო იცი მე დავიღალე და მოდი ახლა ბატონმა ფარულოვამ ჩაატაროს მაგალითად არჩევნები აია მეც მინდა მაგრამ არ არის ეგეთ საქართველო და მოდი გავუწოდოთ რეალობას თვალი და ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ ბრძოლაზე მოკლედ ლელო ხავაზობ დისკუსიას თუ არ რა თქმა უნდა თუ არ ვიბრძოლეთ და თუ არ გავანგრიეთ შუბლით არაფერი არ იქნება არაფერი ამ ქვეყანაში არ ზუსტად ყოფილა ბრძოლის გარეშე და რომელი არჩევნები იყო დიდი ბოდიში რომელი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და თაფლით და მანანათი შემოსილი მაშინ გარემოში ამ ქვეყანაში ხო, შენს და ყველას არც ერთი უბედურის ერთი სულ სპეცრას მიიღო შევარდილი ზოგი ყუთს მიარბენინებდა ხანდახან ხალხს ყრიდან იმიდან რა ვქე ფანჯიდან ეგეთი ქვეყანა ვართ სამწუხარო და მაგის შესვლა გვინდა ჩვენ ყველას ერთად ამიტომ გავაერთიანოთ რესურსები და დავფიქრდეთ ხომ არ შეგვიძლია ერთიანი ფრონტით იმ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევა ერთით მეტი ბრძოლის ველი შექმნით დამატებით იმ მოთხოვნებთან რაც აუცილებლად მივიღოთ და ბოლოს არანაირ ლეგიტიმაციას ახლა ვეღარ ვასწრებ ცალკე ეთერში სიამოვნებით. არანაირ ლეგიტიმაციას საერთაშორისო პოლიტიკური კუთხით მეწმენთ ეს არ ქმნის არანაირს ბევრი არგუმენტი შემიძლია თქვენ რატო? რაც ყველაზე მთავარია ამ რეჟიმს ვერაფერი ვერ გაათეთრებს ლეგიტიმაციის კუთხით. მადლობა. გრიგოლ გეგელია, გრიგოლ გეგელია, ლელო და ნიკა ფარულოვა კოალიცია ცვლილებისთვის სიმონ ჯანაშია თავისუფლების მოედანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამის შემდეგ გიგა ბოკერია პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე შემოგვიერთდება. მადლობა. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც ნახეთ წინა ბლოკში გქონდა დისკუსია დებატები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამ თემას გავაგრძელებთ ამ ბლოკშიც ჩვენი სტუმარი იქნება გიგა ბოკერია პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე რომელსაც მივესალმებით გამარჯობა ბატონო გიგა გამომშვიდობისა მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენი პოზიციის შესახებ რო უთხრათ ჩვენს მაყურებლებს თქვენ რჩებით პლატფორმაში როგორც ვიცი სალომე ზურაბიშვილთან საიდანაც როგორც აღმოჩნდა რომ დაცემის წავიდნენ მერე წავიდა კოალიცია იმიტომ რომ როგორც კოალიცია ამბობს კოალიცია არა კოალიციის ნაწილი ხო კოალიციას გულისხმობ სახელწოდებას ანუ მათ გაერთიანებას ქვია კოალიცია ცვლილებებისთვის ვიცი მაგრამ ამ კოალიციის წევრი არის დროაც და გირჩიც და ისინი დროა და გირჩი არიან პლატფორმაში კი ბატონო ხო ანუ ძალკე ნაწილი გასულა შესაბამისად ამობენ რომ ეს საკითხი გახდა თავარი პრობლემა ვერ შეთანხმება და ასე შემდეგ. ანუ მე როგორც ხვდები ოპოზიციის ერთობაზე, საუბარი რაღაც თუნდაც ჰიპოთეტურ ერთობაზე შეიძლება ამ თემამ საბოლოოდ დაასრულოს თვითმმართველობის არჩევნების. მოდი ჯერ თვითონ საკითხით დავიწყებ თორემ შტაბში არ დარჩეს რომ გაურბულოთ. ჩვენი პოზიცია როდესაც ეს თემა შემოაგდო ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდამ და ეს მოხდა თვეების წინ. იყო რომ არასწორია ამ ანკესზე წამოგება და გაფორმება იმისი რომ უკვე გაიარა ამ ეტაპმა და უკვე იმ რეალობის წინაშე ვართ რომ უნდა შევეგუოთ რომ თავრობის გადადგომას და საპარლამენტო არჩევნებს ვერ მივახციეთ და აბა მოდი ახლა ვიმჟავოთ თვითმმართველობის არჩევნებზე და მით უმეტეს წინამდე ვიყავით მაშინვე იმ მეთოდისა რომელიც აირჩია ნაციონალურ მოძრაობამ და განსაკუთრებით კოალიციის ნაწილმა ახალმა ხო რომლებმაც ამ თემით დაიწყეს რადიკალური პოზიციონირება რომ ჩვენ არ ვიზავთ და მიაწვნენ იმათ ვისი პოზიციაც არ იყო მკაფიო. ამანა ფეკარი არ მოგვიტანა დღის წესრიგი ავიღეთ რომელიც ივანიშვილის რეჟიმს უნდოდა. თორე ჩვენი ფედერალისტების პოზიცია იყო და არის რომ თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობის განაცხადი და შემდეგ მონაწილეობა ამ ვითარებაში არის ამ ფაზაში კაპიტულაცია პოლიტიკური პარტიებისგან იმ მოთხოვნებთან მიმართებაში რაც დაყენებულია და არის ნორმალიზაცია ივანიშვილის რეჟიმისთვის და არის ქვეყნისთვის ცუდი. მოდი ეს ახსნა. მივალთ მაგალითად ჯერ ხო ვიტყვი რა არის პოზიცია და მე აქ ხაზი მინდა გავუსვა ზოგადად არჩევნების მიმართ მათ შორის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში არჩევნების მიმართ ნიჰილიზმის დათესვის წინამდეგი ვარ. ანუ თვლი რომ შეიძლება იყოს ვითარება რომ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ფუნდამენტურად აი პრობლემურ ვითარებაში აი ცუდი თამაშის წესებით, მაგრამ მაინც არჩევნებში მონაწილეობის მიღების მომხრე ვიყოთ ფედერალისტები. სხვა ეპიზოდი რო იყოს და სხვა ტიპის არჩევნები. იმიტომ რომ არჩევნები თავარი ინსტრუმენტად მიგვაჩნია ხელისუფლების შეცვლის ეს სამწუხაროდ ასეთი რეჟიმის პირობებში არ გამორიცხავს რომ არჩევნები არ ეყოს საკმარისი და არჩევნებითაც
ვერ მივახციოთ იმ შედეგს, რაც საჭიროა, ოღონდ არჩევნების გარეშე მაგას ვერ გავიგეთ. ამას ხასი იმიტომ უსვამთ, რომ ხშირად ლელოს ეხლანდელ პოზიციას და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციას ზოგად კონტექსტში გაყავთმობენ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს ასეთ პირობებში. ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა ამ სიგრძე პროტესტი გვაქვს მთელი საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისაც, როცა კაფიო არის მოთხოვნა მთავრობის გადადგომის და იმ ტიპის არჩევნების, ანუ საპარლამენტო არჩევნების, სადაც ძალაუფლების ბედი წყდება პირდაპირ. ამ ვითარებაში თვეებით ადრე გაფორმება ამ პოზიციის, რომ მორჩა ამან ჩაიარა და ჩვენ ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობთ, არის ის, რაც რეჟიმის ნორმალიზაციას, ანუ ამ ეტაპის დასრულებას, გაფორმებას უწყობს ხელს. ანუ იმ მოთხოვნებს გვერდზედებ და უბრალოდ პროპაგანდისტულად ესე გამოდის და ჩვენ ხედავთ კი ველს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამას იყენებს და სამწუხაროდ ამ რაუნდში იმის გამო ჩემი აზრით რამცთარი პოზიციაც თავიდანვე ტაქტიკურად დაიკავა ახალმა ნაციონალურ მოძრაობამ და შემდეგ გახარიას პარტიამ და ეხლა ყველაზე უფრო კატასტროფულად ლელომ ამ რაუნდში მათ წარმატებას მიაღწიეს ამ თემამ გამოიწვია უკმაყოფილება, დემორალიზაცია, ხო ხელისუფლება, სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენი პოზიცია რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა ამ ვითარებაში, ყველაფერი რაც ნორმალიზაციას უწყობს რეჟიმის ხელს და თან ისეთი არჩევნებია, სადაც ძალაუფლების ბედი არ წყდება, თავი რო დავანებოთ იმას, რა ვითარება გვაქვს, ხო, პოლიტპატიმრები ციხეში და ასე შემდეგ, ხო? აქაც ხას უსვამთ, მაგის სპეკულირება არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი რომ მაგ კუთხიდაც ესხმიან ხოლმე თავს. ანუ ლელოს საქციელი განსაკუთრებით აღმაშფოთებელი არის, იმიტომ რომ პლატფორმის ნაწილი არის. რატო ლელო ამბობს მხოლოდ ვიმსჯელოთ ამას გთავაზობთ? არა, გავიგე, ოღონდ. იქნებ ღირს პლატფორმაშია ხო არიან? ამ პლატფორმაში იყო მსჯელობა და იმ ფორმულირებაზე, რომელიც შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილმა წაიკითხა, მოხდა შეთანხმება. და იმ ფორმულირებაში იყო მკაფიო პოზიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ მაშინ არის, ასე ვთქვათ, სასურველი თუ ის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება. ეს იყო კომპრომისული ვერსია და თუ ამის წინააღმდეგები იყვნენ, იქვე უნდა ეთქვათ ეს ყველაზე ცუდი ამ ვითარებაში, ამ პროტესტთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაც შეიძლება მოხდეს, არის ისევ სიტყვის არ დაფასება, ხო, რაც გააკეთა სამწუხაროდ გახარიამ, აი კომისიის საკითხთან დაკავშირებით, თქვა რომ არ ვითარამშრომლობთ, ეთქობა არ წარმოედგინა რომ მიიწვევდი მე და არ ვღია. ეხლა ლელო გააკეთა იგივე. ხო, თავი დავანებოთ შინ არის, ანუ მსჯელობის წინამდე კი არა ვარ. ანუ ამ რადიკალურ დროშას კი არ ვაქნევ. მიუხედავად რომ ეხლა მესმის რომ უამრავი ხალხია ლეგიტიმურად გაბრაზებული მათზე. ოღონდ გაბრაზებულია მათ შორის იმიტომ რომ ანუ კიდევ ერთხელ აჩვენეს რომ სიტყვას ფასი არ აქვს. და ამ პროტესტში ზოგადად პოლიტიკური პარტიების როლი ისედაც შეზღუდულია. ხო, იმის გამო როგორ მდგომარეობაში არის ოპოზიციური სპექტრი ნდობის ფორმის თვალსაზრისით. ნაწილობრივ შეიძლება დაუმსახურებლად ვიღაცას აზრით, მაგრამ მნიშვნელოვნად დამსახურებლად. სხვადასხვა დოზით არის ბრალი მანდ სხვა პოლიტიკური ძალების, ხო, მე მგონია რომ ჩვენი ნაკლებად არის, ვიღაცის მეტი არის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, შედეგს ვიძახით. აი, რაც შეიძლებოდა რა ამოცანაც ჰქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმას, იყო რამოდენიმე რამე, ხო, ერთი ჩვენება რომ ძალიან განსხვავებული ძალებია, რომლებიც ერთმანეთს არ ერწყმიან, არ მოწონთ ერთმანეთის შინაარსი, არც პერსონალები, მაგრამ შეუულიათ რაც ფუნდამენტურ საკითხებზე ერთით მუშაობა. საგარეო გზავნილზე, დახმარებაზე პროტესტის რესურსებით, აი ზრუნვით ჯგუფი რაც შეიქმნა, სადაც მოხერხდება შეთანხმება. ეგ არის მინი მოდელია კოალიციური მართლობის, ხო, ერთ და იგივე კი არა ვართ. აი რასაც ნაციონალურ მოძრაობა ქადაგებს, რომ შევირწყათ და ერთი სია ვიყოთ, რაც აბსოლუტურად არარეალისტურია და საზიანოა. არა, ამის საპირისპირო, აი რაც ქართულ ქარტიაში იყო, ამისი. ეს იყო ამოცანა, ხო, რომ ნდობა აღდგეს პარტიების მიმართ ძალიან სწორად მე ვთქვა, მოკრძალებული ნაბიჯების, რომ იმაზე გაიქაჩო, რაც შეგიძლია ქნა. და ამ ხალხმა ნაწილმა თავიდანვე დარტყმა განახორციელა მაგაზე, ნაციონალურ მოძრაობამ განსაკუთრებით, რახან მათი და მათი ლიდერის გარშემო არ იყო ეს ყველაფერი და თან რაღაც შერწყმაზე არ იყო ლაპარაკი, ან არ ვიცი რა მოტივი ქონა. ეგრევე დაიწყეს თავდასხმა. ანუ ის ზალა, რომელიც იძახდა, რომ სრული შერწყმაა სასურველიო, მინიმალურ თანამშრომლობაზე თქვეს უარი. მე ახალმა აიტაცა ეს დროშა თვითმმართველობის თან დროზე ბევრად უფრო ადრე ვიდრე აუცილებლობა იყო ამისი. შიგნით დისკუსიის მაგივრად ამ თემით დაარტყა პროცესს. მე გახარიამ ერთხელ დაარღვია სიტყვა კომისიებზე, მე თქვა რომ რაღაცა ერთ საკითხზე ვითანამშრომლებს, სხვებზე არა, ანუ პოზა დაიჭირა. და ეხა ლელომ ერთი დღით ადრე მისი ლიდერების თანდასწრებით შეთანხმებულ პოზიციას გამოთქმის მერე პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ამის საპირისპირო კამპანია დაიწყო რეალურად, ხო? რამდენიც არ ვილაპარაკო, ლაპარაკი გვინდა, ლაპარაკი თუნდაც იქ უნდა ელაპარაკოთ, ხო? ზოგადად გამჭვირვალობის მომხრე კი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა და ეხლა მეგონი აქ თქვა ეთერში, ხო, რომ დავждეთ ვილაპარაკოთ დახურულ კარს მიღმა გულისხმობენ. თუ ამას გულისხმობენ, ჯერ იმ დახურულ კარს მიღმა, როცა შეჯერება ხდება პოზიციების, მაშინ უნდა ეთქვათ, არა, და ეთქვათ, რომ მოდი ვიმჟელოთ. კვლევა ჩავატარეთო და კვლევა მოვაგდო, რომ 60% ოპოზიციური ამორჩევლის მომხრეა მონაწილეობა. ჯერ ერთი
ეგ რომ ეგრე იყოს, არ მინახია კვლევა და მე შედი არაკორექტული თუ რამე კვლევა საზოგადოებას არაცნობდა იქიდან რაღაცა იმას იღებ, უკვე აი სუფთა ქოცური სტილი არის ეგ. მეორე, ეგ თუ რომ ეგრე იყოს, უბრალოდ სრული სიბრიყვეა მათი მხრიდან, ან მოტყუება საზოგადოების და მე მეორე უფრო მგონია, თუ გონია რომ 40% კი არა, 20% საპროტესტო ელექტორატის თუ არის იმედგაცრუებული. ამ ავტორიტარულ რეჟიმს როგორ რომ მოუგო, როცა სრული მობილიზაცია გჭირდება და კიდე ზრდა მხარდაჭერის. ანუ ეგ არის განაცხადი ლელოსგან, რომ აი ეუნები ხალხს, აი რა სიტყვების არ მოიხმარო, რომ შევეგოთ, მოკლედ აი ესენი არიან ხელისუფლებაში და უბრალოდ ეხა კონკურენცია იყოს, ვინ არის ოპოზიციაში ყველაზე დიდი. და ამის შანსს ხედავს როგორც ჩანს ლელო და მისი ლიდერები, რომ ამ არჩევნების შედეგად მთავარ ოპოზიციად დაფიქსირდა, აი რაც ნაციონალურ მოძრაობას რაც ჭირდა მთელი რომ შეეძლოთ შეეწირათ ყველაფერი, შეჯერება პოზიციების მაჟორიტარებზე ყველაფერი, პოლარიზაცია უნდათ, რომ თვითონ დარჩეს მთავარად, ხო? ეგ იყო. ეხლა ლელო იგივენაირად იქცევა და ეს არის უპრინციპო საზიანო ქვეყნისთვის, საზიანო ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის, ეგ და იგივე არის საქციელი. თან უპატიოსნოა, როცა ესე ფარისეულურად სხვა რაღაცებზე ლაპარაკობ. თუ ისევ მე ხას უსო მე არ ვაცხადებ ღალატად ნებისმიერ იდეას, მათ შორის იდეას, რომ ვიღაცა თვლიდეს, რომ აი ცა არა, ამ არჩევნებში მონაწილეობაც საჭიროა. მართლა გუწმობთ, რომ ესე თვლიდეს და ეს დისკუსია იქნებოდა ნორმალური. უღოთ რა თქმა უნდა, კორექტული იქნებოდა პლატფორმა რახან არის, იქ ემჯელა. ხო, პლატფორმა შიგნით მომხდარიყო. კი ხო, არა, ჯერ თუ ვერ შეთანხმდებით არგუმენტების მოსმენა მე რეჩელა. მაგრამ ეხლა ვის ატყუებენ ეხლა? იქ ერთ რამ ეკრეს მე რაღაცა მოსაზრების გამო საჯარო კამპანია დაიწყეს ამ თემაზე. ხო, ანუ ყველაფერი არასწორად ქნეს. პრაგმატულად, მორალურად, ქვეყნის ინტერესებში. ნაცებიც არასწორად მოიქცნენ, ლელოც არასწორად. ხო, ბოლო ეპიზოდში ოქროს медаლი ამაში ლელოს ეკუთვნის. ანუ პლატფორმაში ხარ. ვინმე ვერ კიდეთ ყოველმე რომ გაიგოს. 2 დღით ადრე დისკუსია ამ თემაზე, როგორი უნდა იყოს შეჯერებული პოზიცია. მე პრეზიდენტ ზურაბიშვილი ამ შეჯერებულ პოზიციას კითხულობს. რომელიც ყველამ ნახა, ხო რა იყო? რომ თვითმმართველობა მარტო საპარლამენტოსთან ერთად იმ არგუმენტების გამო რაც უკვე ვახსენე და არ გავიმეორე. და მეორე დღეს ამის ეროზიის პროვოცირებას იწყებს საჯაროდ. და ეს განცხადება იქამდე აი იმას ბრალდება ახლა იმ ახალგაზრდა ლიდერს პირველი განცხადება მეორე დღეს რო გააკეთეს ხო და მე ამაზე კიდე კაპიტულაციას ახდენ ამ თემაზე კაპიტალიზაციას ცდილობ რომ ბოლომდე შეაგდო ნათელი არის რა ამოცანაც გამოძრაობს და იძახით ყვილებს რომ ამ ბრძოლით ახლა დავამარცხებთ რეჟიმს ანუ ამ განაცხადს რა ამოცანა ამოძრაობს თქვენ ჩემი აზრით ერთადერთი რაც არის ლიდერობის დაფიქსირება ოპოზიციის შიგნით რომ ყველაზე მსხვილები არიან სხვა ახსნა არა მაგრამ ანუ არჩევნების შედეგად დააფიქსირებენ მე სხვა ამოცანა ვიძახი იზავენ თუ არა კი არ ვიძახი მე მიუხედავად ამ წვავე შეფასებებისა და ამ ცდუნების ანუ რამე შეთქმულების თეორია კი არა მაგ ისე ივანიშვილთან შეკრულები არიან არა როგორც ჩანს ადამიანები სხვანაირი ნებისყოფის მქონეები არიან და ვერ ირწმუნეს აი შედეგი არ არის ჯერჯერობით რეჟიმი არა დამარცხებული და ნუ აი შემდეგ ფაზაში გადავდივართ ოღონდ ეგ ამის თქმა პატიოსნად უნდა შეგიძლოს თუ ასე თვლი ეს ერთი და მეორე ერთი მცდარია ეგ მიდგომა და ამ ყველაფრის მიუხედავად მე იმედს ვიტოვებ მაინც რომ არა ჩემი სიტყვების გამო, ჩემი სიტყვები პირიქით შეიძლება мотиваციად ჩათვალო მე თუ დაუპირისპირდები, მაგრამ საზოგადოების აქტიური ნაწილის, არა ყველა ამრჩევლის, ეგ ილუზია არა მაქვს, რომ რაოდენობრივად გაზომავენ და უმეტესობა წინამდე იქნება, მაგრამ არა, აქტიური ნაწილის მათ შორის მათი მომხრეების ხალხმა ვინც მას მისახმაა და მათი მხარდაჭერი იყო. მაგრამ აქტიური ნაწილის პოზიცია მათთვის იქნება ფაქტორი. თუ ლელო არ იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში და თუ სხვაებიც ამ სიტყვას არ შეიცვლიან მე მგონია რომ მაშინ ეფექტურად შედგება ამ არჩევნებში. გახარია თუ მიიღებს მონაწილეობას? არ ეყოფა გახარიას მონაწილეობა იმას რომ შეიქმნას განცდა, არც მათემატიკურად არ არის ეგრე რომ გადახედოთ ოპოზიციურ სპექტრში ხმებს და რეალურადაც მე მეტიც კი იმედი მაქვს რომ ლელო თუ ამ ცდუნებას არ აყვება, გახარიას პარტიასაც გაუჭირდება ამ გაწყვეტის მიღება. მიხედვით რომ მათ რაღაცას ამ მეთოდებით უყვართ ხოლმე თავისი გამორჩეულობის დემონსტრირება, ხო, ყველაფერი რაღაცა ანუ სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობდნენ იმით რომ ციხეს ჩასმას ითხოვდნენ, ანუ აბსურდამდე მიდის ხოლმე. მე მესმის სურვილი რომ არ გაითქვიფონ. ხო, ზოგადად იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობა და მისი პროპაგანდა ყოველთვის მაგას ცდილობდა და ივანიშვილის პროპაგანდაც. მაგ ამოცანას კი არ ვამტყურებ, მაგრამ მეთოდებს ვამტყურებ. ხო, ნაბან წყალს ბავშვი ხوار უნდა გადააყოლო, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვინც ვთვლით რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება აუცილებელი პირობაა ქვეყნისთვის და მე ამოვდივარ იქიდან რომ ისინი ასე თვლიან, არ შემაქ ამაში ეჭვი. მაშინ ლოგიკურად თუ დისკუსია უნდათ იყო პლატფორმაც და 1000 შესაძლებლობა იყო საჯარო სპეკულაციების და აი ამ ჭის მოწამვლის მაგივრად ყოფილიყო ეს დისკუსია არგუმენტებით და არა აქვს ეს არგუმენტები ხა ამ ვითარებაში მოდი არგუმენტებს რომ მივყვეთ ამ მეორე მხარის არგუმენტს ერთი მაგალითად შეიძლება იყოს ასეთი არგუმენტი რომ ნუ აი პროტესტმა აჩვენა რომ ნუ პროტესტი ნელ-ნელა მიილია და შესაბამისად
ზაფხულიც ისე დადგება, ხომ თუ ზაფხული იქნება ხალხი წამოვა და შემოდგომაზე ჩვენ დაგვრჩება ხელში არაფერი, არც პროტესტი, არც არჩევნები და შეიძლება აი თქვენც კი ვინც დღეს ფიქრობთ რომ არ არის არჩევნებში მონაწილეობა, იმაზრზე იყოთ რომ სულ სხვა გზა არ აგვაქვს, იმიტომ რომ ეს პროტესტი ქუჩიდან არაფერი არ გამოდის. თვითონ შენ რატომ შეუწყო მას ხელი? აი არ შევდივარ კამათში, არ ვეთანხმები ამ შეფასებებს, ხო? ფაზები პროტესტ სხვა შეიძლება კონდეს. და მე ვისურვებდი და შეიძლება ეს აღმოჩნდეს რომ აი ადამიანებს რო გონიათ რომ არაფერი არ არის, მე უცებ იფეთქოს. ისევ ზუსტი ისტორიული ანალოგია არ არის, მაგრამ ვისაც ახსოვს ეროვნული მოძრაობის დასაწყისი იყო დიდი აქციები 88 წელს ნოემბერში, ჩემ პირველი აქციები ამაჩემ წამიყვანა იპოდრომზე. მე იყო პერიოდი, ანუ არ იყო აქტიური აქციები, მე ისევ იფეთქა, ანუ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ის მიუღებლობა ამ რეჟიმის ამ გადაწყვეტილების რაც ყობახიძემ გაახმენა. რაც თავარი საკითხია, ხო რა? რომ გვაგუებენ ვასალობას რუსეთის და სახელმწიფოებრივ უარის თქმას. ამის მიმართ მიუღებლობა არსად არ გამქრაო და რა ფრუსტრაციაც არ უნდა იყოს რაღაც მომენტში, რაღაც ნაწილში აქტიური საპროტესტო საზოგადოების ეგ არ ცვლის ამ საწყის წერტილს. მაგრამ აი თქვათ მე ვცდები და ისინი მართლები არიან. შენ რატო უნდა შეუწყო ხელი ამას ამ თემაზე ესეთი საქციელით? აი ასეთი საქციელით, ხო? ანუ ჯერ ერთის თქმით, მერე გადათქმით, შეთანხმების დარღვევით ეგ ხო აუხსნელი საქციელია. ხედავ რომ ქუჩიდან არაფერი გამოდის, ღირს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, მოდი ასე დავსვათ. ხო უნდა გინდოდეს რომ ამ ვითარებაში მაშინ ესეთი ნებადახელვა არ გამოიწვიო, ხო? სანამ არგუმენტებზე გადავალ, ანუ უკვე მტყანები არიან რა მოტივიც არ უნდა ქონდეს. ეხლა გადავალ თვითონ არგუმენტებზე. იმის და მიუხედავად როგორ ფაზაში არის ეს პროტესტი, ყველაფერი რაღაცა ნაწილის ფრუსტრაციას მაინც იწვევს. საზოგადოების აი რომც არ ეთანხმებოდეს ლელო. არის ცუდი ყველა სცენარისთვის, ხო უნდა ეცადო რომ არ გამოიწვიო. ეს რო იყოს რა მორალური პრინციპალური საკითხი, ჩვენ ფედერალისტები და არც მე არ მოვირიდებოდით ყველას რო განაწყენებული იყო იქ. გახსოვთ ალბათ კანდიდატის სტატუსზე მოღალატებად გამოგვაცხადა კარგმა ხალხმა პარტიულ ინტერესებს ქვეყანაზე წინაყენებს არგუმენტის მოსმენაც არ უნდათ, ხო? უგონთ რასაც სწორად თვლით, იმას ვიძახდით. ანუ მე იმას არ ვქადაგებ, რომ თუნდაც შენ ბანაკში უმრავლესობის წინააღმდეგ განმოწახვიდე, თუ ეს სწორი გოგონია. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ პრაგმატული ამოცანა გაქვს და ძალა გინდა აჩვენო. და იძახი რომ მილევადია ეს პროტესტიო და ამ მეთოდებით წება ამ კამპანიას ხო გადაუვალია, რომ რაღაც ნაწილის იმედგაცრუებას მაინც გამოიწვევს, რომც მართალი იყვნენ და არ არიან თან მართლები. ანუ რა რჩება მაშინ? ვის მიღწევის შანსია? ამ რეჟიმის დამარცხებას ხო ჭირდება ზემობილიზაცია, ხო? აუ მაგრამ მე ვიც მომისმენია არგუმენტებით ემხრობა ამ არჩევნებს. ახლა მე ღიად დავწერებ ჩემი პოზიცია Facebook-ზე რომ ეს მე არ წავალ ადგილ არჩევნებზე, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ხო ამ შემთხვევაში აზრს ვერ ხედავ როგორც მოქალაქე. მაგრამ არსებობს ხალხი, იგივე ჩემი კოლეგები, კრიტიკულ მედიაში, რომელიც ფიქრობენ რომ ქუჩიდან ვერ ამარცხებ ოპოზიცია ხელისუფლებას. და რადგან ხელისუფლებას ვერ ამარცხებს ქუჩიდან ამის შანსს ვერ ხედავენ მაშინ ანუ არც ზოგადად არჩევნები თუნდა არჩევნების გზით უნდა ვიარო ზოგადად ამაზე არის არჩევნები ზოგადად გზის წინამდე კი არა თვითმმართველობის არჩევნები ამ ვითარებაში რომელშიც არც ფორმალურად და კონსტიტუციურად ძალაუფლების ბედი არ წყდება და ამ ფაზაში როცა პროტესტი გრძელდება ამდენი დღეა ამ სიგრძე პროტესტი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ხო? ანუ რამდენიც რომ მეტი რომ აქტიურ მოქალაქეებს და მე რო გვინდა რომ უფრო ხალხმრავალი იყოს და ამ რეჟიმის დამარცხებას რომ მეტი ჭირდება, ეგ გვესმის. მაგრამ ამ პროტესტის ნიველირება და დამცრობა და ნიჰილიზმის თესვა ამ გზავნილით არის საკუთარ ფეხში სროლა, საკუთარ ფეხში თუ ქვეყნის ინტერესებზე ლაპარაკი. ხო? და ვიმეორებ კიდევ ერთხელ. ანუ ვინც ამას იძახის რომ ვერ ხერხდება არჩევნების დამარცხება, პროტესტის დამარცხება და არჩევნები გვინდა ეგეც არ არის სწორი დაპრინციპება, ეგ ერთმანეთთან საპირისპირო ამბავი არ არის. უნდა იყოს პროტესტი და იმხელა, რომ არჩევნებამდე გადატეხო ვითარება და მე ისევ არჩევნებამდე გზა. გავიგე და რო არ არის მე თვითმმართველობის არჩევნები როგორ გამოიყოს? რას გაძლევს? რა კრის ანუ ჩვენ ხო არა ვართ იმ ნორმალური. აი მაგალითად თბილისი წავართვათ, ესეთი იდეა. ანუ თბილისში კარგი პოზიციები გვაქვს. ერთიანი კანდიდატი დავაყენოთ და ანუ ამ 20-25-ის არჩევნები 24-ის არჩევნების შედეგები. რა შედეგების დაიდო 40%? მე ეგ არ არის ასეთი რეჟიმის მარცხისთვის საკმარისი იმ სისტემაში რაც არის ფორმალურადაც კი მაჟორიტარულია ხო გაზარდეს კიდე მაჟორიტარის არა მე წავართვათ და მეორე ტურებში მათ გონიათ რომ აი საოპოზიციო რამომრჩეველი იმ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს რომელიც აკეთხარის იქნება ჩვენ ხო გვაქვს გამოცდილება ერთი კანდიდატი იყოს მერის ამაზე არის საუბარი და ეგ რეალურია ამათ ხელში ეხლა არ უყურებდით რა დისკუსია იყო თქვენთან ანუ ჩვენ მე გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ილუზიები რომ მქონდა რით დამთავრდა და ნახე ეს ყველაფერი ისევ იმაში რომ მოიხარშო თან ვიმეორებ თავი არგუმენტი გამომრჩა და შეიძლება არასწორად გაიგოს ვინმე იმ ფონზე როცა თუნდაც უმცირესობაც რო იყოს მაგრამ საგზნობი ნაწილი საპროტესტო ელექტორატის არის სხვა განწყობაზე ეგ ხო გაყალდება
ხო, ანუ ეს ხო ორჯერ 2-4-ია. ისევ მე კი არ გამოვრიცხავ, რომ თეორიულად შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს, რომელსაც ვერ გავცვლით. ეს არ ვიცი, მაგრამ თუ ასეთი რაღაცები ხდება და ვითარება არსებითად იცვლება, ამას დავინახავდით, ხო მოვიდოდა ოქტომბერი. რა საჭირო იყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება, დემორალიზაციის კამპანიას ეხმარება და პარტიების მიმართ ზოგადად დობის მორყევას თუ ვიტყოდი, მაგრამ მორყეული ისეც იყო. ვერ აღდგენას. და ამაში წვლილი შეიტანეს ყველამ, მაგრამ ამ ბოლო ეტაპზე ოქროს медаლი ლელოს და მის ლიდერებს სამწუხაროდ. მაგრამ მინდა რომ მარტო ამაზე საუბარი არ გამოგვივიდეს და იმ თემას ერთწლიანობით შევეხო, რაც თქვენ ლეგიტიმურად ახსენეთ, რაც აი ამ მათმა ცუდმა საქციელმაც მოიტანა. ხო ეს ამ განწყობის გაგვება, რომ აი არაფერი არ გამოდის. ჩემი ღმერთწმენით ეს განწყობა არ უნდა გქონდეს მოქალაქეებს. გასაგებია რომ სათქმელად ადვილია ჩემთვის და ვიღაცები იტყვია რომ ამდენი უბედურება ხალხი ციხეში ზის ხო 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს ხო ახალგაზრდები ძირითადად და მათი ოჯახები არის და ეს სერიოზული რაღაცაა არ მინდა ესე გამომივიდეს თითქოს ვიძახი რომ არ აუშავს კი არა კატასტროფაა ეს ოღონდ ჩვენ უნდა გქონდეს განწყობა რომ ის რაც აქამდე იქნა მიღწეული რომ ამდენი ადამიანი ყოველ დღე ყველა ამინჩი დგას ქუჩაში სიმბოლურად ამას გარდა პერიოდულად არის ხალხმრავალი აქციები ამ რეჟიმის წარმომადგენლებს აქვს მორალური იზოლაცია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში და ეს ძალიან აწუხებთ და აქვს საერთაშორისო იზოლაცია პოლიტიკური. ამის შენარჩუნება არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი, არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა ამ რეჟიმის დამარცხებისთვის, მათი იძულებისთვის, რომ მთავრობა წავიდეს, არჩევნები დაინიშნოს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მოდი ხა მეორე მხრიდან შევხედოთ, რას აშავებს? ნორმალიზება, ხო რომ ანუ ეს თუ წავიდო პოზიცია მონაწილეობაში, დავამბობთ რომ არის მოგების შანსი თუ არ არის. აი რას აშავებს? მაგას ნორმალიზებას, ანუ ჩვეულებრივი ვითარება გაქვს ხო, აი რაღაცა არაფერი არ შესულა, არჩევნები არის, ანუ ხელისუფლების საერთაშორისო ასპარეზზეც შეუწყოს მათ ხელს, ანუ წნეხს მოხდეს, რა თქმა უნდა, ეხლა დისტანციიდან ესე ჩანს, ხო? თვითმმართველობის არჩევნებია თან ხას უსვავ ამას, ხო? ანუ ვისაც არ ახსოვს ეხლა ჩემზე უფრო ასაკოვანი ჩემი ხნის ადამიანებს ახსოვთ, ხო? დისკუსია იყო, ხო, კომუნისტების არჩევნების წინაც, ხო, ახსოვთ, იდენტური კი არ იყო, არის კომუნისტების დანიშნული ხო, ნუ ერთი არჩევნები ჩაიშალა მარტის არჩევნები. ხო, და მე როდესაც გვალმაგიდამ შეიცვალა პოზიცია, გვალმაგიდას ეს პოზიცია ქონა. ჩემი აზრით, სწორად შეიცვალეს პოზიცია, ხო? პრაგმატულად თქვენს რომ მნიშვნელობა არ აქვს ფორმალურად კი მე დანიშნული, მაგრამ უგებთ და მოუგოთ. და ნაწილი რომელმოძრობის იქით დარჩა, რაც ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ცუდი იყო საქართველოსთვის. მაგრამ კარგი რაც დადგა კომუნისტები, რუსი კომუნისტების დამარცხება მოხდა. მე ახალგაზრდა ორივე არჩევნებში მივიღე მოწვევა როგორც სამარცხეულობა. შენგელა ეს მივეცი ხმა. ისე აქეთ ვიყავ. მე მახსოვს ერთ-ერთი ეროვნული მოძრაობის ძალიან ცნობილი ლიდერი შევხვდით და მე და რომელიც წინამდეგი იყო კომუნისტების დანიშნული და ხა ჩვენ ვადევნებდით ამდენ შეიძლება თვალყურს რა ხდებოდა მაშინ გია ჭანტურიას გულისხმობ ხო რომ არტიკულირებად გაცხო მეორე კორპუსში შევხვდით მე ცოტა სტუდენტები ვიყავით აქტიური ვინც ყავით ჩვენი თვითონ მოვიდა და გვაინტერესებდა და კი უსმინეთ მისი არგუმენტი მაგრამ მე მომეცა შანსი რომ მეკითხა მის რომ ბალტისპირეთ მაგალითი იყო ხო ბალტისპირული გზაა ბალტისპირეთ რომ უთხარი რომ აი იქ რომ მოიქცა დიდი შეცდომა დაუშვესო მითხრა და მახსოვს რომ მაშინ დავეჭვი რომ ანუ ვერ ამიხსნა რატო იყო შეცდომა და მომავალმაც გვიჩვენა რომ ისინი მართლები იყვნენ და გამსახურდია და მგვალმაგი და სწორად შეიცვალეს მათ პოზიცია. ჯობდა ის მარტის არჩევნებში ჩატარებული იყო, მაგრამ ყველათი. მაგრამ მაგას თავიდან რატო გავიხსენე ეს ამბავი. ანუ ეგ არ არის არც მორალურად კი არ გითხობ რა ის მოღალატე იყო ვინც ესქნა და რაღაცა. ოღონდ მაშინ რა მოხდა? მთავარი რამე რაც მოხდა რომ არჩევნებამდე ის კლიმატი შეიქმნა, რომ ამათ შევჭამთ რამ რუს კომუნისტებს, მეხოც რომ ეთნიკური ქართველები ყავდათ ფასადად, ხო? და ეს გარდატეხა მოხდა. ანუ ამ გადაწყვეტილებას არ მოუხდენია დემორალიზაცია. ეს არ იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომ აგერჩია რა რაიონის რაიკომის წარმომადგენლები, ანუ ძალაუფლების ბედისყლებოდა და სწორი მანევრები მოხდა, არჩევნებით მოხდა. კომუნისტების დანიშნული არჩევნები იყო, კომუნისტების დანიშნული მინისტრები. მაგრამ ესეთი უპირატესობა არა გავსო, ამას ამბობენ ისინი. იქნებ ნაბიჯ, აი მოდი მე რამდენიმე ქალაქი გამოვღრიტოთ და მე ეს ნაბიჯ გავაკეთო. ოღონდ ეგ არის ნორმალური ვითარების არგუმენტები. აი ნორმალურია ვითარება, არ არის დრამატული, არ არის იზოლაციაში საერთაშორისოში რეჟიმი, არ არის კონსტიტუცია ფუნდამენტურად დარღვეული, არ არის ეს ვითარება ამ ხელა პროტესტის, ანუ ჩვენ არ ვართ ჯერ იმ ვითარებაში, რომელშიც ვიყავით, რასაც ქვეყანამ ეროვნული მოძრაობის ლიდერობით მიაღწია 1990 წელს, 28 ოქტომბრის არჩევნების წინ, არა ვართ მანდ ჯერ მაგრამ არც ნორმალურ ვითარებაში არა ვართ, თუნდაც ცუდი ხელისუფლებით, ხო? არის ვიღაცამ რომ იკამათოს, რომ აი ოცნება რომ მოიგო, ჩემთვის ნათელი იყო და საჯაროდ ეს პოზიცია მქონდა, რომ მათი კურსი არის კატასტროფული სუვერენიტეტთან მიმართებაში და სხვა თვალსაზრისითაც, ხო? დიდი ხანია. მაგრამ ნუ აი მანდატი აქვს ხალხის
და ამ ჩარჩოში გინდა რომ დარჩა თვითმმართველობის არჩევნებში იღებ მონაწილეობას. იცი რომ ვერ მოიგებ. საპრეზიდენტოშიც, მაგრამ პარტიისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია ეს კონკურენცია და მომავლისთვის ამას აკეთებ. ამ ვითარებას გაცდა ივანიშვილის რეჟიმი. მათივე სიტყვებით, ჩემი კი არა, ლელოს ლიდერების და ამათ სიტყვებით, ჩვენზე უფრო რადიკალურები იყვნენ სულ. და ეს მაგონებს იმ ვითარებას, იდენტური არა, რაც მოხდა 20 წლის არჩევნების შემდეგ ბოიკოტში, ხო? პირველი შეკრება რო ქონა ოპოზიციის, ახლა დიდ საიდუმლოს ვარყოფი, მე ვთქვი რომ დრო გჭირდება, უნდა ერთი დღე მაინც ვიფიქროთ, თორე ზამძიმე გადაწყვეტილებაა ბოიკოტისთვის. და იქ ბევრმა მათ შორის იმათ ვინც ცოტა ისე მეგობრულად აგდებოდ მითხრას რა არის აქ საფიქრალიო და იყო გულზე ჯირისცემები და ყველაფერი, ხო? და მე პირიქით მოიხსნენ და ეხა იგივე ვითარება არ არის, მე მგონია რომ ამ შემთხვევაში თვითმმართველობის ბოიკოტი არ არის წინამდებობრივი გადაწყვეტილება, შეუდარებელია პარლამენტში არ შესulis ბოიკოტთან 20 წელში, მაშინ საყოყმანო იყო, მაგრამ თან განაცხადი გაკეთებული იყო და ეხლა ამის დაძვრა არის სწორედ იმ შედეგის ვერ მიღწევის წინაპირობა, რასაც არგუმენტად ვისმენთ, ხო რომ მოუგებთო ეგ არის წაგებისკენ განაზრახი, ხო, განაცხადი. და ბოლოს გახარიამ დასვა შეკითხვა გახარიას პარტიამ, ხო, Facebook-ზე ქარდი გამოაქვეყნეს, მე რა ხდებაო? კარგი, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩევნებს და მე რა ხდება? ეს 6 თვე რა ხდებოდა მათთვის, რა საკეთებდა ეს 6 თვე? ანუ იმის მაგივრად რომ ნდობა ეშენებინათ მათი პოლიტიკური პარტიების მიმართ პროტესტით და პოლიტიკური პარტიების ნელ-ნელა ნდობის აღდგენით ხალხის მიმართ, ხალხის თვალში, ხო? ამის გარეშე ხო არჩევნებს ვერ მოიგებ ვერც ერთს თუ მან და არ ახარ ფორმაში და 20-24-ის არჩევნებმა აჩვენა მათ შემდეგ პროტესტმა განსაკუთრებით რომ პარტიების ნდობა არის დაბალი ხო რომ ამ манипуляციების შედეგად მოსყიდვის და შინების და სადაც გაუვიდათ უარესის შედეგად არჩევნების მერე პოლიტიკურ პარტიებმა რომ მოუწოდეს პროტესტისკენ ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში მათი მომხრეები არ გამოვიდნენ ეს ხო უნდა ყოფილიყო ნიშანი რომ რაღაცა ფუნდამენტურად პრობლემატურია და ამ ნდობას სჭირდება აღდგენა და მუშაობა ყველგან. რო გჭირდება ის ხალხი, ვისაც რწმენა აქვს შენი პოლიტიკური პარტიის, როგორი ზომის პარტიაც არ უნდა იყოს. და ამ გზაზე დგომის მაგივრად ამ პარტიებისგან სხვადასხვა კუთხით, ყველასგან ნაციონალური მოძრაობით დაწყებული მაგაში იყო დაწყებაში ყოველთვის პირველები არის, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით ლელოს ლიდერობით და შუაში გახარიას აი ამ манипуляციებით რომ აბა მე რა სიზავთ, ანუ თვითონ უწყობს ხელს იმ ნიჰილიზმს, რომელიც არგუმენტად მოყავს და იმის მაგათ რომ პარტია ხო, პოლიტიკური პარტიების შენებლობა უნდა დაეწყოთ ამ პლატფორმაში, რომელიც ზურაბიშვილის გარშემო არგუმენტი ეს არის არ უნდა თუ არჩევნებში ტორპედირება თავიდანვე, ხო? ერთ-ერთი არგუმენტი ეს პარტიების შენებლობის თემაც არის, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში არ იღება მონაწილეობას, ადგილობრივი უჯრედები პარტიის შეიძლება დაგეშალოს, იმიტომ ის საკრებულოში რომ აღარ არის ხო და უკვე აი ხო და შეიძლება პარტია შეიძლება დაიშალოს. ეგ არის არასწორად ნაშენები პარტიების საფრთხე. საკუთარ თავზეც ვიძახე წარსულში. ანუ პოლიტიკური პარტიების გეშლება, იმიტომ რომ იმ მომენტში ვერ მიიგებს ლეგიტიმურ სარგებელს, ისევ მე დემონიზებას არ ვახდენ. აქ რო იძახენ სკამებისთვის ბრძოლა. ნორმალურ ვითარებაში სკამებისთვის ბრძოლა არის, სკამი კი არ არის, ანუ ქვეყნისთვის სწორი რაც გონია, იმის მისაღწევად იბრძვი, ხო? ანუ სკამების მოპოვება არ არის იარლიყი, რომელიც სწორი ეფექტია, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ შენ მე ამ არგუმენტს მეუბნები, რომ მე ვიწყავს ის ხალხი თუ რაიმე მოსაზრებით ამ არჩევნებში ვერ მოიპოვებს ადგილს, ჩემგან წავა, ეგ არის ზუსტად ის სისტემა, რის გამოც ივანიშვილის რეჟიმი გვიგებს ამდენი ხანია ყველას. ანუ ჩვენგანვე დამოკიდებულება ხალხის მიმართ ყველა ტრანზაქციულია. ანუ რამე შეხედულები კი არ გვაერთიანებს და ის აქტიური ხალხია, წმენით კი არ არის შენთან. ეგ თავარი პრობლემაა ქართული პოლიტიკის. ამიტომ ვიხსენებ, ამ არჩევნების მერე რომ მოუწოდეს ამ პარტიებმა, ჩვენი ჩათვლით, არ მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა, ახალი პარტია ვიყავით, ეგ ჩვენი მინუსია, ისე სხვას კი არ ვაბრალებ. და რომ მოუწოდეთ რომ ქუჩაში გამოდითო და ხმამიც მოგცა იმათიო რამოდენიმე პროცენტიც არ გამოდის ეს ხო დიაგნოზია და ეხა ამ არგუმენტს უუმატებენ რომ ესე დღეში ვარ და ამიტომ რომ მივიღოთო ანუ კი არ მკურნალობ იმ დაავადებას რომელიც გჭირს რაღაც აი მძიმე დაავადება გაქვს სერიოზული და რაღაც პლასტიკს აწევებს ზემოდან რომ აი ეხა გავა სამი კაცი საკრებულოში ამიტომ აი მცდარი მიდგომა თორე თავისთავად არჩევნების წინაპირობად გვინდა ხაზი გაუსვა ჩვენ თვლით რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და მისი განაცხადი ეხლა ლელოსი და სხვებისაც არის ქვეყნისთვის საზიანო აძლიერებს ამ რეჟიმს და ამ არჩევნებში მონაწილეობა არის ამ ფაზაში მარცხის კონსტატაციის ტოლფასი. ამიტომ რამდენადაც შეგვიძლია მოუწოდებთ და საზოგადოების როლი აქტიური სამ შემთხვევაში. ხო, ნუ კიდევ ერთი არგუმენტია, რომ თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას, ყოველგვარი გაყალბების და დარღვევის გარეშე ჩაატარებს ფუფულ არჩევნებს და იტყვის ოცნება, რომ აი წესიერი არჩევნებით აი მაგ ზღაპრის მე მგონი თვითონაც ეგ არ თვითონ თქვენს ეგ არგუმენტი. ნუ აღახარია ამბობს ამას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ან კიდევ ერთხელ ჩამოხნის ნიღაბს, რომ აი გაყალბება დაჭირდება და ასე შემდეგ. საკუთარ თავს წენ პატივი, როცა ესეთ სისულელებს იძახიან, მაგას ვამჯობინებდი პატიოსანად იმ ლაპარაკს, ხო, უფრო მეც, რომ აი ხო ეს ფაზა ასე ვთვლი, არ ვეთანხმები მაგას და
ხო, ნუ ამ გზელ გზაზე ვარ. ოღონდ იქვე როცა მესმის არგუმენტები რომ თუ საკრებულოში ორი კაცი ვერ გავიყენე, პარტია მეშლებაო, ეგ ნიშნავს რომ არასწორ ფუნდამენტზე გაკაშლებ. და ისევ გამექს ლაპარაკი და ამ წინადად ვამთავრებ. ყველა მოქალაქისგან ვინც ყოველ საღამოს და ეხლაც არის გასულებიან ქუჩაში. გამოთქმა პროტესტის. ყველა ეპიზოდი სადაც ამ რეჟიმს აგზნობინებენ ჩვენი მოქალაქეები, რამდენად მიუღებელია ის ღალატის კურსი, რაც მათ აქვთ. ყველა ფორმით პროტესტის გაგრძელება არის უმძიმესი წვირთი ამ სამარცხვინო რეჟიმისთვის და არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ რახან აქამდე ვერ დავამარცხეთ, ვითარება არ არის უაღრესად პრობლემური ამ რეჟიმისთვის და წვლილი არ შეაქვთ მოქალაქეებს ამ პროტესტში. არანაირი ჯერთი, მოდი ეს ვთქვათ, არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს, ანუ სასოწარკვეთას და ხელის ჩაქნევა არაფერი კარგის მომცემი არ არის. როგორი რთული ვითარებაც არ უნდა იყოს. და მე ვარწმუნებ ყველას ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილებიდან გამომდინარეც, მიხედვით რომ პარალელები იმ და ხელისუფლებას შორის არ მიმაჩნია კორექტულად, რომ ის რაც ხდება არის უმძიმესი წნეხი ამ რეჟიმისთვის და უნდა გაგრძელდეს, რომც რაღაც პერიოდი არ იყოს აქტიური, განცდა უნდა იყოს საზოგადოებაში და ამ რეჟიმს, რომ არიან მუდმივი წნეხის ქვეშ და სულ შიშის ქვეშ, როდის მოსრიალდებიან ბოლომდე. გასაგებია, მადლობა დიდი. ეს გჭირდება, მადლობა თქვენ. გადაცემაში მონაწილეობისთვის გიგა ბოკერია ფედერალისტების ლიდერი იყო ჩვენ თავმჯდომარე, ჩვენ ფედერალისტების პარტიის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ასეთი იყო ჩვენი გადაცემა, მეგებრებო, ხვალ და ხვალ ჩვენის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს.